მოგესალმებით პირველ რიგში. ჩემი ხმა ხო ისმის, შეიძლება მიკროფონი აღარ ცხროს საჭირო. თუ არ ისმის? ისმის, ძალიან კარგი. რითი დავიწყო კი არ ვიცი, მაგრამ თქვენი შეკითხვები აქ მოვხდა. უგნებავთ პირდაპირ გადავალ ამ შეკითხვებს. მერე კიდევ ნახოთ შიგადაშიგ რა იქნება. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ დღევანდელ დღეს დამთავრდა 40 დღიანი მარხვა. თუმცა აღდგომა დაახლოებით ერთ კვირაში იქნება. ეს დღეები რაც ახლა მოდის, ლაზარეს შაბათი, ზობის დღესასწაული, ბნების შვიდეული, ეს კიდე ცალკე განსაკუთრებული დღეები არის მთელი წელიწადის განმავლობაში. აი ახლა რომ ოთხშაბათი და პარასკევი მოვა, ეგ ოთხშაბათი და პარასკევი არის ის დღეები, რის გამოც ჩვენ მთელი წლის განმავლობაში ოთხშაბათს და პარასკევს მარხულობთ. ახლა ბავშვებიდან ვინმეს ხო არ აქვს სურვილი გითხრას, რატომ მაინც და მაინც ოთხშაბათს და პარასკევს მარხულობთ და არა დაუშვათ ორშაბათს და ხუთშაბათს სიტყვაზე. რატომ მაინც და მაინც ოთხშაბათს და პარასკევს? შეგიძლიათ გითხრათ? რატომ აბა? ხო შეიძლება და სხვა დღეები გვემარხულა. ან მაგალითად როგორც აი ჩვენ ხო წრეებზე დავდივართ სხვადასხვა წრეებზე და გვინდა სამშაბათს და ხუთშაბათს ვივლით. რატო არ არის ესე ჩვენს მიერ ამოსარჩევი ეს დღეები? ხერა სიტყვით. გერიდებათ? მოდი ვეცადოთ რომ არ მოგვერიდოს, თორემ მე იცით როგორი მორიდებული ვარ, შეიძლება ეხა ხმა ვერ ამომეღო, არაფერი ვერ მეთქვა. მაგრამ მე ხა მე რო დავდგე და ხმა არ ამოიღო, რა გამო? არაფერი არ გამო. ამიტომ მოდი ცოტა გაბედულები იყავით, ნუ მოგერიდებათ. თუ შეცდომით იტყვით, არც ეგ არ არის პრობლემა. აბა შენ რო ფეხზე დგახარ, რატო ოთხშაბათი და პარასკევი? რა მოხდა ოთხშაბათს? აბა? პირველი გაბედული გამოჩნდა. დიახ? ოთხშაბათის და პარასკევისგან დაულინდა სპორტს და სხვა რაღაცებს. ოთხშაბათს და პარასკევს სპორტს არ ემწევს. მადლობა, შენ რა გქვია? ანა, მადლობა ანა. შენ საუბრობ დავით გარეჯელზე, ხო მართალია? დავით გარეჯელი თავის მოწაფესთან ლუკიანესთან ერთად წავიდა გარეჯის მხარეს და ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა მოდიოდა ირემი. ისინი მოწველიდნენ, წმინდა დავითი ჯვარს გადასახავდა ამ რძეს და ის ყველათ იქცეოდა და ეს ოთხშაბათს და პარასკევს არ ხდებოდა, ხო მართალია? ხო და საინტერესოა, რატომ არ მოდიოდა ეს ირემი მაინც და მაინც ოთხშაბათს და პარასკევს? ან რა იცოდა ირემა, დღეები იცის ირემა? მაგრამ ვინც ამ ირემს გზავნიდა ღმერთი, იმან ხო იცოდა ეგ. და რატომ მაინც და მაინც ოთხშაბათი და პარასკევი? არის მის? ძალიან კარგი, იქნება არც უნდა ისმოდეს. შემთხვევით ჩავრთოთ? ჩავრთოთ. აბა? ეხლა ისმის? ო, მადლობა ღმერთს. რატომ? იმიტომ არ პასუხობდნენ რომ არ ისმის. მეც არა ვთქვი, არ იციან მეთქი. მოდი. არა, არის მოდა, აი ქალბატონმა გვიშველა, ეხლა გამოგვიყვანა, სწორ გზაზე დაგვეყვანა. მადლობა ღმერთს. რატომ მაინც და მაინც ოთხშაბათი და პარასკევი? რატომ არ მოდიოდნენ ის ირმები ოთხშაბათს და პარასკევს? ჩვენო საყვარელო ანა, რატო არ მოდიოდნენ ოთხშაბათს და პარასკევს? აბა? ოთხშაბათს გასცეს იესო ქრისტე. ვინ გასცა იესო ქრისტე? იუდა ისკარიოტელი. ვინ იყო იუდა იესო ქრისტესთვის? მოწაფე. თან არა მარტო უბრალოდ მოწაფე ბავშვებო. იესო ქრისტეს ბევრი მოწაფეები ყავდა.
ჩვენც მათ შორის, ჩვენც მისი მოწაფეები ვართ. და აი ამ მოწაფეთაგან მთელ სამყაროში წარმოიდგინეთ იესო ქრისტემ 12 ადამიანი ამოარჩია, რომელთაც მოციქულები უწოდა. მოციქული ვინ არის, იცით? მოციქული არის, ვინც უნდა იესო ქრისტეს გაეგზავნა, რომ ამ მოციქულებს ადამიანებთან ღვთის სიტყვა ეკადაგათ, ღვთის სიტყვა მიეტანათ. ახლა წარმოიდგინეთ, აი ყველაზე ძვირფასი რაც გაქვს ადამიანს, ეგ რომ გინდა ვინმეს გაატანა. ეგ რომ გინდა ვინმეს გაატანა. ხო ისეთი ადამიანი უნდა ამოარჩიო, ვისაც ენდობი. ხომართალი. ყველა ესე შემთხვევით გამლებს, ხო არ გაატან იმას. აი ვისაც ყველაზე მეტად ენდობი და იესო ქრისტემ 12 მოციქული გამოარჩია თავის უამრავ მოწაფეთაგან. ერთ-ერთი იყო სწორედ იუდა ისკარიოტელი. ახლა მოდი, რადგან იუდას შევეხეთ, იუდამ გასცა 4 შაბათს უფალიო, თქვით. რას ნიშნავს გასცა? გასცა რას ნიშნავს? ან რისთვის გასცა? რისთვის? მოდი, ცოტა ახლოს რომ მოვიდე, არ მიშვებს. არ წახვიდება. რას ნიშნავს გასცა? ხო არ დამეხმარებით? ამხილა? მხილება რა არის? მხილება იცი რა არის? მხილება არის, როდესაც ადამიანი რაღაცას დააშავებს და მე სიყვარულით მიუთითებ. ჩემი მიზანია რომ ის გამოვასწორო. დავუშვათ ვიღაცამ რაღაც მოიპარა და მე სიყვარულით რაღაცა ამბავს მოუყვები, რომ მან თავის თავზე მიიღოს და მიხვდეს, რომ თურმე მოპარო, როგორი ცუდია, მაგრამ იესო ქრისტეს არაფერი დაუშავები. ვერ ამხილებდა, ფიზიკურად ვერ გააკეთებდა მაგას. იუდა ისკარიოტელი შეუთანხმდა იესო ქრისტეს მტრებს, რომ ხელსაყრელ შემთხვევაში გადმოგცემთ მას, რომელთაც მისი შეპყრობა უნდოდათ. და ამაში აიღო რამდენი ვერცხლი? 30 ვერცხლი. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს 30 ვერცხლი მას გამოადგა? არ გამოადგა. ანუ ნახეთ რა ხდება. თავისი საყვარელი მოძღვარი გაყიდა, გასცა. მერე არც ეს 30 ვერცხლი არ გამოადგა და თვითონაც წავიდა და თავი ჩამოიქცა. ნახეთ აი, ვერცხლის მოყარება ქვია მაგცოდვას. სიმდიდრის გამო, რომ სინდისის საწინააღმდეგო საქმეს გააკეთებ. ახლა მე მაინტერესებს, აი, ჩვენ რა შემთხვევაში შეიძლება მივემსგავსოთ იუდა ისკარიოტელს. თუ შეგიძლიათ რამე მაგალითი მოიყვანოთ. აი, თუ ყოფილა შემთხვევა, რომ ან ფულის გამო, ან რაიმე მატერიალური ნივთის გამო ერთ ადამიანს მეორე უწყენინებია. ყოფილა ეგეთი შემთხვევა? ხო ყოფილა ეგეთი შემთხვევა. ესე იგი, ჩვენ მაშინ იუდას ვემსგავსებით, როდესაც შეგვიძლია რომ ადამიანი გავანაწყენოთ რაღაცა ნივთის გამო. ჩვენ მაშინ იუდას ვემსგავსებით. აი, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ ვიღაც გაჭირებულია და ჩვენ მისი დახმარება შეგვიძლია. და ჩვენ არ ვეხმარებით, იმიტომ რომ ვფიქრობთ, მერე ჩვენ ნაკლები გვექნება. ეგეთი ადამიანიც იუდას ემსგავსება. ეგეც იუდას საქციელია. ან მაგალითად რაღაცის გაყოფა გინდა, აი შენი დედმამიშვილია, შენი თანაკლასელია და გინდა რომ გაუყო მასაც. შენთვის რომ მეც დაიტოვებ და იმას ნაკლებს მისცემ. ეგეც რაღაცით გავს იუდას საქციელს. ისე რომ აი იუდა სადღაც შორს კი არ არის. იუდა შეიძლება ჩვენშიც არის. ეგ არის ყველაზე მთავარი. სადღაც შორს და ერთი ადამიანი კი არ იყოს სამყაროში იუდა. იუდა თითოეულ ჩვენთაგანში შეიძლება მეტნაკლებად იყოს. რატომ პარასკევს? 4 შაბათს გავიგეთ, რომ იუდამ გასცა იესო ქრისტემ. პარასკევს რატომ არ ხურთ? იესო ქრისტე ჯვარს ეცვა ჩვენთვის, ჯვარს აცვეს, ხო? და მან თავისი ნებით გადაწყვიტა, რომ ჯვარცმულიყო თითოეული ჩვენთაგანისთვის. ეხლა მოდი ესე დავსვათ შეკითხვა. ჩვენ რომლებიც 4 შაბათს და პარასკევს მარხულობთ. ამით ვამბობთ, რომ
უფალო ჩვენ შენს გვერდით გვინდა რომ ვიყოთ. შენი თანაზიარი გვინდა რომ ვიყოთ იმ შენს ტკივილებში, რაც შენ ჩვენთვის მოითმინე. და ადამიანი რომელიც მარხულობს ოთხშაბათს და პარასკევს, ესე იგი ეს ქრისტეს მხარეს დგება. და ვინც არ მარხულობს, ვის მხარეს დგება? ვინც არ მარხულობს, აი სწორედ იუდას მხარეს დგება და ქრისტეს ჯარცმელების მხარეს დგება. საბოლოო ჯამში კი ბატონო, ეშმაკის მხარეს დგება, რომელიც უარს ამბობს მარხვაზე. ეხლა თქვენი შეკითხვა ესეთი იყო, რომ რადგან მარხვას უკავშირდება, ბარევ ვთქვათ, რა საკიდან უნდა დაიწყოს მარხვის შენახვა ადამიანმა და თუ 12-13 წლის ბავშვი მარხვას არ ინახავს, სწოდავს თუ არა? სწოდავს. რა საკიდან უნდა იმარხულოს ბავშვმა? თქვენი აზრით. 12 წლიდან, 7 წლიდან? მოდი ვთქვათ რა არის მარხვა. მარხვა რა არის? რა არის მარხვა, ალბათ? მარხვა არის სულიერი განწმენდა. ძალიან კარგი რამე მითხარი ახლა შენ. მოდი. აბსოლუტურად მართალი ხარ. დიდი მადლობა. კიდევ რა არის მარხვა? კიდევ რა არის მარხვა? ანუ ჩვენ რო უფლისათვის რაღაცას მოვითმეთ, ხო მართალია? კი ბატონო. ჩვენ რა შეგვიძლია უფლის სიყვარულით რომ მოვითმინოთ? აი მოდი ახლა ვინ არის კიდე გაბედული და რას იტყვის, რომ რას მოითმეს უფლის გულისთვის? უფალმა ჯარცმა მოითმინა ჩვენთვის. ჩვენ რა შეგვიძლია უფლისთვის რომ მოვითმინოთ? პირადი შეურაცხყოფა, კიდევ? სიკეთე რომ გავაკეთოთ, კიდევ? აი რა შეგვიძლია მოვითმინოთ? ეხლა აბა მეგობარო, აი რომ ჩაგრავენ და რომ მოვითმინოთ. კიდევ? სიღარიბე რო გვაქვს და ეს რომ მოვითმინოთ, კი ბატონო? გაჭირება რომ მოითმინო, ავადმყოფობა რომ მოითმინო. სიბრაზე რომ მოითმინო, ანუ ნახეთ როგორი ამბავია. ადამიანს აქვს 5 საგრძნობელი. საგრძნობელი რა არის ბავშვებო, ნახეთ რაღაცა უცხო ტერმინი კი არ გეგონოთ. აი ჩვენ მეტყველებთ ხო მართალია, ჩვენ გვესმის, ხო გვესმის, ყურით ხო გვესმის, თვალით ხო ხედავთ, პირის გემო ხო გვაქვს, ესე იგი. ხელით ხო ვეხებით, რაღაცას ხო ხელით ვეხებით, ესე იგი. და ცხვირით ვის უნთქავს, სუნს გძნობთ, ესე იგი. აი ამ 5 საგრძნობელის მეშვეობით ჩვენ გვაქვს ურთიერთობა გარე სამყაროსთან. და მარხვა მარტო ის კი არ არის, რომ პირის გემოს გაუფრთხილდე, ესე იგი და არ ჭამო მარტო რაღაცა, რაც ესე იგი, რაც მცენარეული არ არის. მარტო საკვებისგან თავშეკავება კი არ არის მარხვა. არამედ მარხვა არის, რომ დაუშვათ შენ რო ვიღაცა გელაპარაკება სხვა ადამიანზე, აი რაღაცას გეჭორავება, რაღაცას გეუბნება და შენ რო ყურს დაიცავ. არ მოისმენ არაფერს ისეც, რაც შენზე არ გინდა რომ სხვა თქვას. ეხლა აი მაგალითად ჩვენზე გაგვეხარდება რომ თქვას, რომ აი შენ რა ქვია სახელი? გინდა შენ. აი დავითი რო თქვან რომ უზრდელი ბავშვია, შენ მოგეწონება შენზე რო თქვან. ხო და ესე იგი, როდესაც შენთან სხვა ადამიანზე ამბობენ რომ ის უზრდელია, შენ უნდა თქვა, მე არ მაინტერესებს, ჩემთან მაგ რაღაცებს ნუ ლაპარაკობ. ამით შენ ყურს დაიცავ. ეგეც მარხვა. გესმით რაზე ლაპარაკ. ან დაუშვათ, აი უცბად ჩართე ტელევიზორი თუ ტელეფონი და იქ რაღაცას ხედავ ისეც, რაც ქრისტიანმა არ უნდა ნახოს. და შენ გამორთავ იმას, რომ შენი თვალი დაიცვა. ეგეც მარხვაა. დაუშვათ, მარხვაში შენ გთავაზობენ, რომ რაღაც არასამარხო კერძი მიირთვან. და შენ უარს იტყვი. ესეც მარხვაა, იმიტომ რომ შენ დაიცავ, შენს პირს დაიცავ, შენ მუცელს დაიცავ, რომ არ შეჭამო.
ოღონდ მარტო ჭამაზე და არ ჭამაზე კი არ არის დამოკიდებული მარხვა. მარხვა არის დამოკიდებული იმაზე, რომ შენ არავის არ მოექცე ისე, როგორც შენ არ გინდა რომ მოგექცნე. შენ ყველას მოექცე ისე, როგორც შენ გინდა რომ მოგექცნე. თორე ეხა წარმოიდგინეთ, დაუშვათ მე არაფერს არ ვჭამ. აი დილიდან საღამომდე არაფერი არ ვჭამე, არც წყალი არ დავლია, მაგრამ დავდექი და ხან ერთ ადამიანზე ვილაპარაკე ცუდი რაღაც, ხან იმას გაუბრაზდი, ხან დაუშვათ რაღაცა ცუდი ფიქრები, რაღაცა ცუდი რაღაც ვიფიქრე სხვა ადამიანზე. ეხლა მე რა რო არაფერი არ მიჭამია, რა ის ჩემი მარხვა არის? ეშმაკი საერთოდ არაფერს არ ჭამს. არ ჭირდება მას ჭამა. მაგრამ ეხლა ვინმე იტყვის, რომ ეშმაკი მარხულობს? ხო რა უნდა იტყვის? თავარი ის კი არა, რამე ჭამო და არ ჭამო. რა თქმა უნდა, ესეც ეხმარება. ხორციელი მარხვა ადამიანს ეხმარება, მაგრამ ჩვენ თუ მარხვა მარტო საჭმელამდე დავიყვანეთ, ეგ არასწორი იქნება. მოდი ახლა ამ კუთხით შევხედოთ, რამდენი წლიდან უნდა მარხულობდეს ბავშვი. აი მაგალითად 8 წლის ბავშვია. მე ხა 8 წლის ბავშვმა უნდა ილაპარაკოს ცუდი სხვაზე? არ უნდა, ესე იგი 8 წლის ბავშვი უკვე უნდა მარხულობდეს, ხო მართალი? უკვე უნდა თავს იკავებდეს ყველაფერი იმის თქმისაგან, რაც თვითონ არ მოეწონება. 8 წლის ბავშვი ცუდ სიტყვებს უნდა ამბობდეს? ესე იგი, ეგ თუ არ იტყვის და თავს შეიკავებს, ეგ მარხვაა უკვე. ეგ თავშეკავება. მარხვა არის ყველაფერი იმისგან თავშეკავება, რაც ადამიანს ავნებს. ეხლა მაგალითად რძე ადამიანს არ ავნებს. ხორცი ადამიანს არ ავნებს. არ აწყენს, მაგრამ წარმოიდგინეთ მარხვაში ხორცისგან და რძისგანაც კი ჩვენ თავს ვიკავებთ. და ბილწის სიტყვის თქმა, განკითხვა, მრისხანება ადამიანს ავნებს, აწყენს. მარხვაშიც და ხსნილშიც. და ამისგან მით უმეტეს თავშეკავება გმართებს. გესმით რაზე ალაპარაკი? თავშეკავება გმართებს კიდე რისგან? ეხლა ხო ჩვენ აი მართლაც სენივით არის მოდებული, რომ ბავშვი დაიბადება თუ არა, ტელეფონი მოყვება მე მგონი. და იმისგან თავშეკავებაც მარხვაა. აი თქვენი ტოლი ბავშვი, აი გოგონა შენ როზი ხარ, რამდენი წლის ხარ? აი 10 წლის ბავშვი შენი აზრით რა დროს ატარებს ტელეფონში? რამდენ საათს დღის განმავლობაში? 6? აი მე დავიღუპეთ მე მგონი. 6 ძალიან ბევრია ბავშვები. 6 საათი. მოდი აბა შენ ლამაზ ტელეფონში გამომთვლელი ჩართე, კალკულატორი ჩართე. 365 გაამრავლე 6-ზე. აი გაყავი 16-ზე. 16-ზე იმიტომ რომ ღამის 8 საათი დაუშვათ გძინავს. 16-ზე გაყავი. რამდენი გამოვიდა? 126. ეხლა წარმოიდგინე. ღამე ხო გძინავს ბუნებრივია რა და 365 დღე ხო არის ერთ წელიწადში. 100 რამდენი გამოვიდა? 365 დღიდან 126 დღეს ჩვენ ვატარებთ უბრალოდ აი არაფერში. წარმოიდგინეთ რამდენი დრო იკარგება. ტყუილად. ეხლა წარმოიდგინე, ვინმე რო გიჩხას რომ 126 დღე შენ არაფერი არ აკეთო, მარტო აიღე ტელეფონი და უყურე. და რამდენი საათი გამო 126 დღე რამდენი საათია და წარმოიდგინე ჯერ მარტო თვალები რა დღეში ჩავარდება. მერე ადამიანის ფსიქიკა, ნერვული სისტემა. იცით რომ აი დადგენილია ესეთი რამე რომ ადამიანი რომელსაც დიდი ხნით უჭირავს ტელეფონი თუ კომპიუტერთან ზის დიდი ხანი, მერე კომუნიკაცია უჭირს, ურთიერთობა უჭირს ადამიანებთან. ესე იგი, უფრო მეტად გაღიზიანებული, აი მშობლებთან, აი თუ დააკვირდებით, მშობლებთან უფრო მეტად ვერ თანხმდება, უფრო მეტად გაღიზიანებულია, რაღაცა სულ ჩხუბი არის, სულ რაღაცა, იმიტომ რომ ადამიანის გონება იშრიტება, როდესაც ჩვენ აი ამას უყურებთ დიდი ხნის განმავლობაში. აბა დააკვირდით, ჩვენ რომ რაღაცა წიგნს წავიკითხავთ, რაღაცა თითქოს აი ვივსებით რაღაცით. ვივსებით და
ეს ტელეფონი, აი თუ დაკვირვები ხართ, აბა მე არ ვიცი, შეიძლება ყველა არ დაკვირვებიან. თუ დაკვირვები ხართ, როდესაც დიდი ხანი ტელეფონთან გაატარეთ, ან კომპიუტერთან, თითქოს აი რაღაცა ენერგია გამოგეცალა, გამოფიტული ხარ რაღაცნაირად, რა არ შეგიმჩნევიათ, აი ესეა და წიგნს რო კითხულობ, ეს პირიქით არის, ეს გავსებს. ხო და აი იმ ტელეფონისგან თავშეკავებაც მარხვა იქნება. და თან ახლა წარმოიდგინეთ, აი წელიწადში 136 დღე. 136 დღეში რამდენი კარგი რამე შეიძლება ადამიანმა გააკეთოს. დაუშვათ, ახლა სპორტსმენები ხო ხართ აქ? რამდენი სპორტსმენი იქნება, რა? ნუ შეიძლება სპორტის წარმომადგენელი არ იყოს, შეიძლება ხელოვანი იყოს, ვიღაც მოცეკვავე, მხატვარი, მომღერალი, ხო? წარმოიდგინეთ, რომ 1 წლის შემდეგ ჩვენ გვაქვს კონკურსი. გინდაც ხატვის, გინდაც რაღაცა ცეკვის თუ ჭიდაობის შეჯიბრება თუ სხვა. ჩვენ როდესაც 6 საათს ტელეფონში ვატარებთ, სხვა ჩვენი მოწინააღმდეგე ამ 6 საათს იყენებს სავარჯიშოდ. იყენებს რომ შრომობს, ხატავს, მღერის თუ რასაკეთებს, თავის საქმეში ვითარდება. ახლა 1 წლის მერე რომ ჩვენ შევხვდებით შეჯიბრებაზე თუ კონკურსზე, როგორ ფიქრობთ, შანსი ვის მეტი აქვს გამარჯვების? ვინ შრომობდა, ვინ ვარჯიშობდა? ხო და ახლა წარმოიდგინეთ, რა ძალა გვადგია, აი რატო კარგავთ აი ამ ძირფას დროს? კი ბატონო, ჩვენ ბავშვები ვართ და არც იმ გასართობის გარეშე არ იქნება დღეს. მაინც მოგიწევს რომ ცოტა ხანი შეხვიდე გაერთო, მაგრამ ჩვენ უნდა დაუყენოთ ჩვენს თავს რაღაცა ზღვარი, ლიმიტი, რომ უნდა თქვა პრინციპულად, რომ მოდი ამის მეც მე არ გავაკეთებ. სხვადასხვის ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია და თუ არა ვწდები, სწორედ ხაშურის რაიონი იყო, ქვიშხეთის ხო ხაშურის რაიონია და ის ბავშვი იყო ხაშურის რაიონიდან. მე ასეთ რამეს ვამბობდი, რომ ეხლა წარმოიდგინეთ, აი ჩვენ ხო გამოვთვალეთ წელიწადში 136 თუ 19 დღე გვეკარგება. მოდი ახლა წიგნი გამოვთვალოთ. დაუშვათ დღის განმავლობაში აი ეს ხო არის 4 გვერდი, აი ნახე 4 გვერდი, სულ რა არის ამის წაკითხვას რა უნდა? და რომ წარმოვიდგინოთ, რომ 10 გვერდი იყოს, აი ესე პატარა გვერდები, წიგნის ფორმატი რაც არის, ჩვეულებრივი სტანდარტული. ადამიანმა 10 გვერდი რო წაიკითხოს დღის განმავლობაში. ხო გამოვა რომ 3650 გვერდი გვაქვს მთელი წლის განმავლობაში წაკითხული. აბა წარმოიდგინე 3600 გვერდი. 3600 გვერდი არის დაახლოებით აი ამ სისქის წიგნი და 1.7-8 წელი. და ახლა შეხედე, მთელი წლის განმავლობაში 7-8 ასეთი წიგნი რო წაიკითხო. რამდენ რამეს გაიგებ, რამდენ აზრს მოისმენ, რამდენ დიდებულ პიროვნებას გაიცნობ. და რომ გახდები დაუშვათ აი 10 წლის ვარო ხო მითხარი? 10-ის შენ რომ 11 ხარ 21 წლისა რო გახდები. შენ აი ესეთი სქელტანიანი წიგნი 80 წელი უნდა გქონდეს წაკითხული. აბა წარმოიდგინე. და რის შედეგად იცი? დღეში რომ მხოლოდ 10 გვერდს წაიკითხო. აი სულ რაღაც 20 წუთი რო გამოყო ამისთვის, წარმოიდგინე 6 საათს რო გამოყოფ ტელეფონისთვის, შედეგი არაფერი არ გიჭირავს ხელში. და შენ თუ 20 წუთს გონივრულად გამოიყენებ და წიგნს წაიკითხავ, 21 წლის რო გახდები, 80 დიდი წიგნი გექნება წაკითხული. ჩაატარე თუ გინდათ და გაიარე სოფელში, ქვიშხეთში, გაიარე და 21 წლის გოგო ბიჭები გააჩერე. შეეკითხე რამდენი წიგნი გაქვს წაკითხული. და აღმოაჩინე რომ შეიძლება ზოგს 10 წიგნიც არ აქვს წაკითხული. და ჩვენ ამით უნდა დავფიქრდეთ და მივხვდეთ რომ ეს კატასტროფაა რაც დღეს ჩვენ აქვს ჭირს. ამიტომ აბა და რატო ვამბობ ახლა ამას? ამაზე რომ ვლაპარაკობდი მეთქი. ჩვენ ხო ჩანაწერებს ვაკეთებ და მე დამიკავშირდა ვიღაც სწორედ ხაშურის რაიონიდან პატარა ბიჭუნა. არ ვიცი 12 წლის იყო და რა და დედამისი მეუბნა. მამო, თქვენ რო ესა და ეს თქვითო, იმის მერე სულ ეგრე აკეთებს. არ გავა დღე რო 10 გვერდი არ წაიკითხოსო, ისე გამეხარდა, არ ვიცი. ის ტელეფონი შეზღუდა და აიღო და 10 გვერდს კითხულობს. თან ახლა ის 10 გვერდი ისეთია, რომ
ზოგჯერ ისეთ საინტერესო რამე შეხვდები. შეიძლება 10 გვერდი კი არა, 100 გვერდი ისე წაიკითხო, რომ დანებება არ გინდოდეს. ზოგჯერ ჩვენ ვამბობთ, რომ აი ზოგ ბავშვს წიგნი არ უყვარს. მე ვფიქრობ, რომ წიგნი ყველა ბავშვს უყვარს. რომელ ბავშვზეც ვამბობთ, რომ წიგნი არ უყვარს, ეგ იმას ნიშნავს, რომ ეგ იმას უდრის, რომ იმ ბავშვმა უბრალოდ თავისი მოსაწონი წიგნი ვერ იპოვა ჯერ. თორემ ის თუ იპოვის იმ სფეროს, ინტერესთა სფეროდან იმ წიგნს თვითონ რო აინტერესებს, ის ხელს არ გაუშვებს. უბრალოდ ჩვენ უნდა ვაპოვნინოთ ჩვენს პატარებს ის წიგნი. აი ჩვენ თვითონაც პატარებო დავფიქრდეთ, რა უფრო გვიზიდავს. მერე უთხრათ მშობელს, მე აი ამ ჟანრის, აი ამ თემაზე, აი ასეთი რაღაცა წიგნი სათავგადასავლოა თუ საბავშვოა თუ გასართობ, ასეთი წიგნი მიზიდავს. იმითი დაიწყო. და თქვენ ნახავთ, რომ აი ხა წარმოიდგინეთ დროის მანქანა რომ გამოვიგონოთ დაუშვათ და ჩვენ რო გვინდოდეს რომ რომელიმე დიდებულ ადამიანს შევხვდეთ. აი სიტყვაზე ვამბობ, ხო ხართ ახლა სპორტსმენები, აი რომელი სპორტის წარმომადგენლები ხართ აქ ბავშვები. ფეხბურთის. აი დაუშვათ ფეხბურთელი. შენ რომელ ადამიანთან ისურვებდი დალაპარაკებას, რომელ ფეხბურთელთან? ვისთან? აი რონალდოსთან. დაუშვათ ახლა ჩვენ საქართველოში ვცხოვრობ და შეიძლება ხელი არ მიგვიწდება იმასთან. მაგრამ აბა რომ იყოს წიგნი გამოსული ისეთი, რა შეკითხვებსაც შენ რონალდოს დაუსვამდი. ვიღაცას რო ქონდეს ეგ შეკითხვები რონალდოსთან დასმული და ეგ წიგნად რო იყოს შეკრებილი. არ წაიკითხავდი სიამოვნებით. ხო წაიკითხავდი, მაგას ვამბობ ზუსტად. ვიღაცას კალათბურთი უყვარს, თავის საყვარელ სპორტსმენთან გასაუბრება შეუძლია, ასე გაიცნობ. თორემ მარტო რონალდოს ესე ცქერა კი არაფერი არა. შენ რო დალაპარაკება შეგიძლია და წიგნი მაგის შესაძლებლობას გაძლევს. ეხლა რონალდო დღეს ცოცხალია და ფიზიკურადაც შეგიძლია ნახო. მაგრამ აი მაგალითისთვის ვიტყვი. ვიღაცა საქართველოს ისტორია ძალიან უყვარს და ყველას უნდა გვიყვარდეს ჩვენი ისტორია თუ არ ვიცი, ჩვენი ერი არ გვეყვარება, ჩვენი სამშობლო და ვიღაცას უნდა რომ ერეკლე მეორესთან გაასაუბრა, მის შესახებ უფრო მეტი გააგებინა. როგორ გაიგებს, ის გარდაცვლილია. მაგრამ წიგნის მეშვეობით შეუძლია მას შეხვდეს. ვიღაც ილია ჭავჭავაძე შეხვდება, ვიღაც ვიქტორ ჰიუგო შეხვდება. ვიღაცა ასე, ვიღაცა ისე და იპოვის თავისთვის საინტერესო ამბებს. ესე რომ აი ვიფიქრეთ აბა ამაზე, ეს თქვენთვის არის, თქვენ ბევრ რამეში გამოგადგებათ ესე იგი და ეხლა წარმოიდგინეთ აი კაცი არის უქნარა, არაფერი არ აქვს დაუშვათ, არაფერი არ შეუქმნია და შევიდა იმ ვირტუალურ სამყაროში და იქ შეიძლება რაღაცა ისეთი თამაში ნახა, რომ იქ ბევრ რაღაცას მიაღწია თამაში. თამაში ძალიან მაგარია, ესე იგი რაღაცა დიდ რაღაცას წარმოადგენს. თამაშს რო გამორთავს, ხო ისე ვის ლონდრეა რაც იყო, სანამ თამაში შევიდოდა, ეგრე არ არის. ამიტომ არ უნდა იმის გამორთვა, იმიტომ იქ რაღაცას, იქ მეფეა დაუშვათ, რაღაცას წარმოადგენს. აქ კიდე ისე ვისა. არა და ის დრო რაც იქ დაკარგა, აქ რო დაეკარგა, აქაც მიაღწევდა რეალურ ცხოვრებაში. ეხლა მაგალითად აი ჩვენ აქ ჩამოვედით რამდენი, აი 3 ბიჭი ჩამოვედით, ხო? 136 დღეში ეს 3 ადამიანი აი ამ ხელა დარბაზს ააშენებს. შეიძლება უფრო დიდიც. ხო და ჩვენ შეგვიძლია რომ ტელეფონებში ვისხდეთ. და დარბაზი თავის არ აშენდება, ხო მართალია? ისე რომ მარხვასთან დაკავშირებით ჩემო ძვირფასებო რაც შეეხება ხორცი რაღაცისგან თავშეკავებას და ხორციელი მარხვა რაც არის ჩვენ სულიერი მარხვა ვთქვით აი ჩვენი მეგობარი დაგვეხმარა რომ ყველა ასაკიდან შეიძლება ეს დაიწყო ყველა ასაკიდან მაგრამ ხორციელ მარხვას რაც შეეხება უშუალოდ ხორცისგან ძისგან თავშეკავებას ესეც ინდივიდუალური ვიღაცა 10 წლის ასაკში იწყებს ვიღაც 11 წლის და ასე შემდეგ. უბრალოდ ახლა ჩვენ რადგან მოზარდები ვართ, იმდენი თავშეკავებაც არ გვმართებს. თან ახლა ვიღაცა სპორტსმენია, სხვაგვარი მარხვა ჭირდება, ვიღაცა ჯანმრთელობა ისეთი არ აქვს, ამიტომ მოძღვართან
პირადი ურთიერთობით შეიძლება განისაზღვროს ეს ასაკი. როგორ უნდა გავარჩიოთ სინანული ნამდვილია თუ უბრალოდ დროებითი ემოცია? როგორ გავარჩიოთ? როგორ გავარჩიოთ ნამდვილია თუ არა? დაუშვათ ვინმე გვაწყენინა. ვინმე გვაწყენინა. აი ეს ლამაზი გოგონა ვიღაცა მაწყენინა. რა ქვია სახელი? თიკო. შენ? თეკლა? ქეთი? ქეთი. თიკო და ქეთი. როგორ გავარჩიოთ ვიღაცამ? ბოდიში? ნელი? როგორ გავარჩიოთ ვიღაცამ რომ გვაწყენინა მართლა ნანობს თუ არა? როგორ გავარჩიოთ? სანამ ჩვენს ღმერთისადმი დამოკიდებულებას ვიტყვით, აი ადამიანმა გვაწყენინა. რითი შეატყობ, რომ ის ნანობს თავის აქციას? ბოდიშს მოუხდის, ხო პირველ რიგში ბოდიშს. დაუშვათ ბოდიში მოუხადა, მაგრამ ისევ იგივეს აკეთებს. აი კალამი წაართვა, დაუშვათ თიკოს კალამი წაართვა ვიღაცა თანაკლასელმა, მოვიდა და კალამი არ დაუბრუნა და ბოდიში მოუხადა. ნამდვილია? კალამი უნდა დაუბრუნოს, ბოდიში უნდა მოუხადოს და ერთი კალამი კიდე ზედმეტად უნდა აჩუქოს. ეგ არის სინანული. რომ ადამიანს რო აწყენინებ, ეხლა ეცადო რომ გაახარო. თუ შენ რაღაცას იპარავ და იმ მოპაროს არ დააბრუნებ და ამბობ რომ მე ვნანოფო, ხო ტყუილი გამოვა. ესე იგი ნამდვილი როდეს არის სინანული? როდესაც ჩვენ გადავწყვეტ რომ ის რაც გავაკეთეთ, აღარ გავაკეთოთ. გამოვასწოროთ, აბარა, აი გადავწყვიტოთ პრინციპულად რომ შეიგი ეგ აღარ უნდა გავაკეთოთ. და მე ვნანობთ ამას. თუმცა მაინც ადამიანები ვართ, შეიძლება ცოდვაში ჩავარდეთ და კიდე ჩავიდინოთ რაღაცა ცოდვა. ამისგან დაზღვეული არავინ არ ვართ. მაგრამ ჩვენი მცდელობა უნდა იყოს, რომ ჩვენ ეს არ გავაკეთოთ. მეთან ნამდვილ სინანულს ახასიათებს ის, რომ ადამიანს იმედი აქვს, რომ ღმერთი მიუტევს, ღმერთი აპატიებს. აი იუდამ რომ 30 ვერცხლი უკან მიუყარა, წავიდა და თავი ჩამოიხრჩა. იუდას იმედი არ ჰქონდა, რომ ღმერთი აპატიებდა. აი იმედი როცა გაქვს, რომ ღმერთი მოწყალია და გაპატიებს, ეგ არის ნამდვილი სინანული კიდე. შეიძლება თუ არა რომ ადამიანს ჰქონდეს ძლიერი რწმენა, თუმცა ეკლესიაში იშვიათად დადიოდეს. შეიძლება? აი ძლიერი რწმენა რას ნიშნავს? მოდი ერთი ცდა ჩავატაროთ, გინდა? ჩავატაროთ ერთი ბავშვი დამეხმარება ვინმე? უფრო პატარა, გავახაროთ პატარები, თორე მადლობა. მადლობა. მოდი აბა ვაშკაცო, შენ მოდი. მოდი აბა. მოდი, მოდი. ერთი სკამი მომიტანე თუ არ შეწუხდები. პატარა ცდა ჩავატაროთ, ნახოთ რა გამოგვიყვება. დადექი აქ, ცოტა უკან დადექი, უკან, აი იქ დადექი, იქ დადექი. ეხლა შენ შეგიძლია რომ თვალები დახუჭო და იქამდე გაიქცე? შეგიძლია? მე სკამი როა? თვალები უნდა დახუჭო, არ დაგავიწყდეს. დახუჭე აბა თვალები. კარგად დახუჭე თვალები. აბა გაიქეცე. რატო გაჩერდი? მოდი ახლიდან მოდი. დახუჭე თვალები. აბა გაიქეცე. გაიქეცე მიდი. რატო ვერ გარბიხარ? სკამი რო იცი მაგიტო? ხო და შენ რო გჯერა რომ აქ სკამია. ხო იცი რომ დაეჯახები. ამიტომ ვერ გარბიხარ, თავქუდ მოგლეჯილი, ხო მართალია, ხო ვთხილობ. ხო და ადამიანმა თუ იცის რომ არსებობს ჯოჯოხეთი, მარადიული სატანჯველი, არსებობს მარადიული სიხარული. თუ ადამიანს ეს ჯერა,
ის თავშეკავებული იქნება. ხო მართალი? თუ ადამიანმა იცის, რომ მისი ეკლესიაში სიარულით ეს ღმერთთან შეხვედრა და სულს გადაიცემს, როგორ არ მივა? ეხლა წარმოიდგინეთ, რომ აი ჩვენ რაზე ვლაპარაკობთ? ჩვენ რა ქვია? გოჩიკო. აი ხა მაგალითად ჩვენ რო აქ ჩვენ რო ვიცოდეთ, რომ ცოტა ხანში უნდა ესე იგი მიწისძვრა იყოს და ჩვენ აქ ტახტი გვაქვს, წამოწოლილი ვართ ტახტზე და არ ხეინათ წევართ. არ და უკვე დაიწყო მიწისძვრა. რა შეზავდით? რა შეზავდით? გვერდს იბრუნებდი და ძილს გააგრძელებდი? აბა? აბა? გაიქცეოდი, ხო მართალი? თუ ადამიანს ჯერა რომ მიწისძვრა უეჭველად იქნება, აუცილებლად გაიქცევა. თუ ეს არ ჯერა, მაშინ არ გაიქცევა. თუ ადამიანს წამს მარადიული სიცოცხლე, ის აუცილებლად ღმერთთან ურთიერთობას ეცდება. თუ წამს, მაგრამ ზოგჯერ ჩვენ ასე გაგვიგია ხოლმე, მე ასეთი მორწმუნე ვარ, მე ძალიან წამს, მაგრამ ვერ მოვახერხე რომ მივიდე ტაძარში. ეს ტყუილი. ჩვენ ამეთი თავი არ მოვიტყუოთ. მე თუ მჯერა რომ ესე იგი სადღაც კარგი მასწავლებელია ფეხბურთისა. და მე იქ არ მივდივარ, არ და ისე მჯერა რომ ეგ ძალიან კარგი მასწავლებელია, თან მეც მინდა რომ ფეხბურთელი გამოვიდე, მაგრამ მაინც არ მივდივარ. ესე იგი მჯერა რომ ეგ კარგი მასწავლებელია. არ მჯერა. რომ მჯეროდეს მივალ, ყველაფერს ვიღონებ რომ მივიდე. ისე რომ ადამიანი როგორც იქცევა, ეგეთი რწმენაც აქვს. სხვა მხრივ არ იქნება, თავი არ უნდა მოვიტყოთ. მადლობა ჩემო მეგობარო. მიდი დააბრუნე ეს კამი და დავძანთ. მართალია გვყავს თუ არა მფარველი ანგელოზი ადამიანებს. წმინდა პაისი ათონელი ასეთ რამეს ამბობს. როდესაც ადამიანი ინათლება, მას ღვთისაგან ეგზავნება მფარველი ანგელოზი. თითოეულ მონათლულ ადამიანს. ისე რომ ჩვენ თითოეულ მონათლულ ადამიანს გვყავს მფარველი ანგელოზი. მერე მას ეკითხებიან და ვინც მონათლული არ არის, მას არ ყავს მფარველი ანგელოზიო? ისე უნდა რომ მას ღმერთი იფარავს, მაგრამ მფარველი ანგელოზი არ ყავს. როდესაც ინათლება, მაშინ ღმერთი უგზავნის მას მფარველ ანგელოზს. სხვათა შორის, ჩვენ ახლა ამ ბოლო დროს უფრო მეტად დავიწყეთ აღნიშნა ჩვენი დაბადების დღის. ჩვენი ხორციელად დაბადების დღის. ეს პატარა ამბავი არ არის, ახლა წარმოიდგინეთ, ადამიანი ამ სამყაროში არ არსებობდა და მოევლინა ამ სამყაროს, ეს პატარა ამბავი ხო არ არის, მაგრამ ძველად თურმე ადამიანი უფრო მეტად ყურადღებას აქცევდა თავის სულიერ დაბადებას. დაბადებას ქრისტეში, ანუ ნათლობის დღეს. ნათლობის დღეს და ამას უფრო მეტად აღნიშნავდა და აღნიშნავდა ასევე ანგელოზის დღეს. ანგელოზის დღე რას ნიშნავს, ბავშვებო, შეგიძლიათ მითხრათ? აი ჩემი ანგელოზის დღე. როგორ? ვისი სახელით ქვია? დავუშვათ, აი ვიღაცას გიორგი ქვია. ახლა აი რამდენი ხართ ხო გიორგები დღეს, რამდენი იქნებით დარწმუნებული ვარ. აი როდესაც გიორგობა მოდის, აი ხლა 6 მაისი რომ მოვა, ეგ არის შენი ანგელოზის დღე. შენ დაგარქვეს გიორგი, წმინდა გიორგის პატივსაცემად. და ამით იცი რას ვეუბნები ჩვენ წმინდა გიორგის. წმინდა გიორგი, მე ჩემ შვილს, აი თქვენმა მშობლებმა ესე იფიქრეს ალბათ. ჩემ შვილს შენი სახელი მინდა დავარქვა წმინდა გიორგი და შენ იყავი მფარველი ჩემი შვილის. გესმით? ანუ ადამიანს ცალკე ყავს მფარველი ანგელოზი და ცალკე თავისი მფარველი წმინდანი, ვის იმედათაც ადამიანი არ ქმნავს სახელებს. ეხლა ამას რატო ვამბობ? დღეს მოდაში შემოვიდა რაღაც გაუგონარი და უცნაური სახელების დარქმევა. ეს არ არის ჩვენი წესი. ეს ქრისტიანების წესი არ არის. ქრისტიანული წესი და ტრადიცია ის არის, თუმცა არასავალდებულო, რა თქმა უნდა. შენ შეგიძლია რაღაც უცნაური სახელი დაარქვი. მაგრამ თუ დაარქმევ სიტყვაზე ამფაი, ვახტანგი დაარქვი იმისათვის, რომ ვახტანგ მეფე, ვახტანგ გორგასალი იყოს შენი შვილის მფარველი. იოანე დაარქვი, იმიტომ რომ წმინდა იოანე ნათლისმცემელი იყოს მფარველი, ხო? წმინდა ნინოს სახელი დაარქვი.
წმინდა ქეთევან დედოფლის სახელი და ასე შემდეგ. სხვადასხვა წმინდანების იმის იმედად, რომ ის წმინდანი შენ შვილს დაიფაროს. აი ძალიან მნიშვნელოვანია. რომ თქვენი შეკითხვები გამოილია. გავედი ბოლოში. ეხლა რაზე ვისაუბროთ? რაღაც მორიდებული ბავშვები მეჩვენებით. ერთმანეთისა გერიდებათ თუ ჩემი გერიდებათ? ალბათ უფრო ერთმანეთის. მოდი ახლა ვისაუბროთ მაშინ, რადგან აღდგომის დღეები მოდის. ზოგი რამე აღდგომის შესახებ თქვათ, ესე იგი. აღდგომის დღეებს წინ უძღვის დიდი ხუთშაბათი. დიდი ხუთშაბათი ბავშვებო არის დღე, აი ახლა რომ ხუთშაბათი მოვა, ახლა რომ კვირა მოდის, საერთოდ ეს ძალიან მნიშვნელოვანი კვირა. ერთ-ერთი დიდი წმინდა მამა, წმინდა იოანე კრონშტადტელი ასეთ რამეს ამბობს. დიდ ესე იგი, ნების შვიდეულში სახურებებზე დასწრებით, აი ტაძარში რომ მივიდეს ადამიანი წირვალოცას დაესწროს, თან ყოველდღიურად არის მსახურებელი. ორშაბათ დღეს დასწრებით, მთელი წლის ორშაბათები იკურთხება, ანუ დაილოცებაო. სამშაბათის მსახურებაზე დასწრებით, სამშაბათები, ოთხშაბათის, ოთხშაბათი და ასე შემდეგ. იმდენად დიდია მნიშვნელობა ამ დღეების. ახლა უშუალოდ დიდ ხუთშაბათს რა მოხდა? იესო ქრისტემ პირველად აზიარა თავისი მოწაფეები. ზიარების დაწესების დღეა. თავის უხრწნელ სისხლსა და ხორცს აზიარა მოწაფეები. მერე კიდევ რა გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი, ნახეთ. აიღო საბანელი, აიღო ჭურჭელი, წყალი ჩაასხა და დაიარა და თავის მოწაფეებს ფეხები დაბანა. და რომ დაჯდა და შეუმშრალა პირსახოცით და დაჯდა და ეუბნება. იცი თუ რა გავაკეთეო? მოდი შენ ჩემთან, რატო გააკეთა უფალმა? მოდი. რატო გააკეთა უფალმა ეს? აი ღმერთი, რომელიც ადამიანად მოვიდა. ეს რატომ გააკეთა? შენი აზრით. ფეხები რატო დაბანა? ალბათ არის მართალია რო არის. მართალი ხარ შენ. მოდი გავიგოთ რატო დაბანა, გინდა? გავიგოთ. მოდი აბა გითხარი რატო დაბანა ფეხი. თავის მოწაფეებს რატომ დაბანა? თავდაბლობის მიზნით. თავდაბლობის მიზნით. რა არის თავდაბლობა? როდესაც თავი მაღალი არ გონია. რომ თავი მაღალი არ გონია, კი ბატონო. ესე იგი, ნახეთ რა გააკეთა. ღმერთი, აი სამყაროს შემოქმედი, მთელი პლანეტები რო შექმნა, ზედამთვარე და თუ რამე არსებობს, რო შექმნა, ეს ადამიანად მოვიდა. და ადამიანებიდან 12 გამოარჩია მოციქულები, როგორც თქვი და მე წარმოედგინეთ, იმდენად თავდაბალია, რომ დაიწყო მოწაფეების ფეხების დაბანა და რომ დაბანა, მე ეგუთხრა ზუსტად. ეხა იცი თუ მე რა გავაკეთეო? თქვენ მე მიწოდებთ მოძღვარო და უფალო, მოძღვარს უფალს მიწოდებთო და მართლაც ვარო თქვენი მოძღვარი და უფალიო და თუ მე უფალმა, ანუ ღმერთმა თქვენ ფეხები დაგბანეთო, თქვენც ერთმანეთს ფეხი უნდა დაბანოთ. ბედნიერი ხართო, ნეტარნი ხართო, თუ ამას მიხვდებით და გააკეთებთ. აი, ბედნიერი ის კი არ არის, ვისაც ფეხს ბანენ. ბედნიერი ის არის, ვინც ფეხს დაბანს. გესმით რაზეა ლაპარაკი? ის კი არა, რომ ფეხი გაუშირო და დამბანე, არა. ან ვინც მაღლა დგას, ის კი არ არის ყველაზე ბედნიერი, ვისაც შეუძლია რომ სხვას მოემსახუროს. ახლა მაგალითად კლასში რამდენი ხართ? კლასში როგორც 26. 26. აი 26 ბავშვიდან უფალი რას გეუბნავთ, იცი 26-ს? ვისაც გინდათ რომ ყველაზე დიდი იყოთ. დიდი სიმაღლით და ასაკით კი არა, აი დიდი, ყველაზე დიდებული, ყველაზე პირველი, ვისაც გინდა რომ იყოთ, იცი რა გააკეთეთო? ყველას მოემსახურეთ. დაუშვათ 26 ბავშვიდან, აი შენ 26 ხარ და გინდა რომ 25-ს მოემსახურო. დაუშვათ 24-ს მოემსახურე და ერთი გეჯავრება. მე მაგას არ მოემსახურები ამბობ. მაშინ პირველი აღარ ხარ.
ვინც შეძლებს რომ ყველას თავი დაუხაროს და პატივისცეს მიეხმაროს. აი მაგალითად დერეფანში ვიღაცას ჩანთა დაუვარდა. შენ თუ იფიქრებ რომ მოვასწრო და მე მივაწოდო, ეგ ნიშნავს რომ შენ პირველი ხარ. შენ დიდი ხარ. თუ იფიქრებ რომ რაც ჩემი საქმეა თავისი ჩანთაა და თვითონ მიხედოს. შენ უკვე ძალიან დაბლა ჩამოხვედი. აი ხო ფეხბურთი გიყვარს, ფეხბურთში ხო არის დავუშვათ რომელიმე ჩემპიონატში 20 გუნდი როა, ხო თავისი რეიტინგი ხო აქვს და შენ უკვე პირველზე ვეღარ ხარ, დაბლა ჩამოხვედი. რადგან შენიანს გაუფუჭე გოლი, მაგალითად ახლოს იყო და გოლი შენ შეაგდე. ხო, აი საკუთარ კავშირში გაიტანე გოლი, ესე იგი. როდესაც შენ ითაკილებ, აი როდესაც შენ იფიქრებ რომ მე არ მეკადრება ეხა რა ჩემი საქმეა რომ ვიღაცას ჩანთა მივაწოდო, ისაც დაუვარდა. პირიქით უნდა ეცადო რომ რო გადაუვარდა შენ მიაწოდო. ეგ იმას ნიშნავს რომ შენს თავში შენს ამპარტავნებას აჯობენ, თავმაღლობას როგორც შენ თქვი წეღან და შენ უფრო გაიზარდი, შენ უფრო დიდი ხარ. ეს მითრაზეა ლაპარაკი. ესა რომ ცხოვრებაში ბევრი ესეთი მაგალითი შეგხვდება. რომ გაუკეთო მოყვას რაღაცა, ოღონ ჯერ საკუთარ მეს, საკუთარ ამპარტავნებას უნდა გადააბიჯო. ისე ვერ გაუკეთებ. შენ თუ შენს თავზე ადამიანს დიდი წარმოდგენა გაქვს, სხვას ვერ გაუკეთებ ეგრე სიკეთის. მაგრამ შენ თუ იცი რომ ღმერთია ყოველივე სიკეთის მომცემი და მე კი არა ვარ ის დიდი კიტრი, ვისაც ყველამ პატივი უნასწეს, არიქა მაგარი ბიჭი, ეგრე კი არა. არამედ უნდა ეცადო რომ თავი დაინდოვლო, იმიტომ რომ ჩვენ სინამდვილეში მართლაც არაფერი არ ვართ ღვთის გარეშე. ღვთის გარეშე, აი წარმოიდგინეთ ახლა რომელიმე ვარსკვლავი რომ ამაყობდეს რომ ნახეთ მე როგორ ვანათებ. ვარსკვლავი თვითონ ანათებს? შენ როგორ ფიქრობ? აბა? რის გამო ანათებს ვარსკვლავი ნეტა? აბა, მოდი. რის გამო ანათებს ვარსკვლავი? მზისგან ირეკლავს. მზისგან ირეკლავს, მართალია. და მზემ თუ ეს სინათლე არ მიფინა ვარსკვლავს, ვარსკვლავი გაანათებს? ვერ გაან. ჩვენც ეგრე წარმოიდგინეთ რომ ჩვენ 4-ვენი ვართ ვარსკვლავები. ჩვენ სიკეთეს თუ რამე კარგია ჩვენში, ღვთისგან ვირეკლავთ. გესმით? ღვთისგან ვირეკლავთ. ღმერთი თუ ამ სიკეთეს ჩვენ არ მოგცემს, ჩვენში არაფერი სიკეთე არ იქნება. მაგრამ ეხლა წარმოიდგინეთ, გოგონებო, სარკე ხო არა გაქვთ ერთი, ვისაც ცოტა გიყვართ. პატარა სარკე ხო არაფერი გაქვთ. აბა აბა მომეც, მიდი გამوارჩი აბა. ან მოდი, შენი სარკიანაც მოდი. აქ იყავი, არ წახვიდე. ეხლა მაგალითად ეს სარკე არის სუფთა და ირეკლავს, ხო ხედავ შენს თავს, ხო ირეკლავს. აი მეც ეს სარკე რო ჭუჭყიანი იყოს, აი ირეკლავს. არა, ადამიანიც ეგრეა. ჩვენ თუ გვინდა რომ ღვთისგან რაიმე სიკეთე ავირეკლოთ, ჩვენში სიკეთე გამოჩნდეს. ჩვენ უნდა გული გავიწმინდოთ. გული რითი უნდა გავიწმინდოთ, იცი? აი წეღა რო თქვით, აღსარება უნდა თქვი. სინანული. ეხლა ეს სარკე რო ტალახში ჩავაგდო და მე აი ხო არის ხომ ერთმანეთს რო ეხუმრებით ხომ რა ესე რო თვალებში რო შეუჭყვიტინებთ ხომ ხო არის? ეს ტალახიანი მაინც იზავს? ვერ იზავს, ეს თუ არ გაასუფთა, ვერაფერსაც ვერ იზავს. ადამიანიც ესეა. შენ თუ გინდა რომ ვიღაცა გაათმო, ვიღაცას გზა გაუნათო, შენ უნდა თავად იყო განწმენდილი, ხო მართალია? და ეგ სინანულის გარეშე არ მოხდება. ამას როგორც ჭირდება წყლით გარეცხვა, ისე ადამიანს ჭირდება სინანული. მადლობა, მაგრამ მე მგონი შენ ისეთი ლამაზი გოგო ხარ, სარკე არ გჭირდება. ხო არ გინდათ ლექსი რა უთხრათ ბავშვებს? მე არ ვიცი. გაიქეთ დასწრეთ. მადლობა. იუდა ისკარიოტელი ხო გახსოვთ? იუდა ისკარიოტელმა სწორედ აი ამ დიდ ხუთშაბათ საღამოს
დატოვა იქაურობა და წავიდა რომ მოეყვანა ის ჯარისკაცები ვინც იესო ქრისტეს შეიპყრობდა და როდესაც უფალი გეციმანის ბაღში გავიდა სალოცავად სწორედ იუდა იქ მივიდა თავის ჯარისკაცებთან ერთად და უფალი ეუბნება მოყვასო რისთვის მოსულ ხარ წარმოიდგინეთ თავისი მოწაფე ეშმაკმა იმდენად აცდუნა რომ მოძღვარი უნდა შეაპყრობინოს, უნდა დააჭერინოს. სხვათა შორის, აქ ესეთი ამბავი მინდა ვთქვა ახლა. აი წარმოიდგინეთ ჩვენი ტაძრები, ზოგი მე-5 საუკუნეში აშენებული, ზოგი მე-10-ში თუ ზოგი მე-17-ში. სულ რაღაცა 100 წლის წინ, 70 წლის წინ ქართველმა კაცმა თავისი ხელით დაანგრია. თავისი წინაპრის აშენებული ტაძრები. ეხლა შეხედეთ, ეშმაკმა რამდენად აცდუნა ადამიანი, რომ თავისი წინაპრის ნაფერები, ნალოლიავები, სიმწრით აშენებული ტაძრები, სიმწრით რატო ვამბობ, იცი, რამდენი შემოსევა იყო, სულ ბრძოლაში იყო ქართველი კაცი, მაგრამ მაინც იცლიდა, რომ ის ტაძარი დიდებულად აეშენებინა. ჩვენ ეხლა არც ერთი სახლი საქართველოში არ გვაქვს, აი თუნდაც მე-15 საუკუნეში აშენებული. ეგეთ სახლს საქართველოში ვერ იპოვ, მაგრამ რამდენი ტაძრები გვაქვს მე-15-ში კი არა, უფრო ადრე მე-10-ში, მე-6-სა, მე-7 საუკუნეში აშენებული ტაძრები. რატო ვამბობ? ქართველი კაცი ფიქრობდა, რომ ჯერ ღვთის სახლი უნდა ყოფილიყო აშენებული და კარგად უნდა ყოფილიყო გამართული, მტკიცედ. და თავისი სახლი იქნებოდა თუ არა, მაგაზე იმდენად არ ფიქრობდა. სულისკვეთება ეგეთი იყო. მაგრამ წარმოიდგინეთ, ეგეთი ადამიანის თავმავლები ეშმაკმა იქამდე დაიყვანა, იქამდე აცდუნა, რომ თავისი ხელით დაანგრევინა ის ტაძრები, ზარები ჩამოაყრევინა. ესე რომ ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო, რომ ადამიანი თავის რწმენას გაუფრთხილდეს, თავის სამშობლოს გაუფრთხილდეს, თავის ხალხს გაუფრთხილდეს, ადამიანებს გაუფრთხილდეს. ჩვენ შეიძლება 1000 აზრი მოგვივიდეს ერთმანეთზე თავში, მაგრამ ყველაფრის გაკეთება არ შეიძლება. ძალიან ხო არ დაგღალეთ, მით უმეტეს პატარები. მოდით ახლა ცოტა მე შევისვენებ და თქვენ 1-2 ლექსი გითხარით, ბავშვებს უთხრათ. ვის აქვს აბა სურვილი? პატარებს. გნებავ დიდებს. ვინ არის უფრო მეტად გაბედული? გოგონებო. აბა თორე აი გიორგის უნდა, მე გიორგი უნდა. მოდი. შენ რა ქვია? გაბრიელი. რამდენი წლის ხარ? 6. აბა 6 წლის? რა ხელა კაცი ხარ? მე თქვი 17 წლის გაბრიელი მოვიდა. აბა უთხარი, რა უნდა უთხრა? ლექსი. აბა მიდი. ცოტა ახლოს. აბა მიდი გაიხსენე. მოისხა ფოთოლი. ადერ მერცხალი წყლის ბაღში ვარზიობოლი, მეტის ლხენით, ტირი საყვეულო, მთები აყვეულო, მდელო მამულო საყვარელო. შენ როზღა აყვავდები. შენ როზღა აყვავდები. ძალიან საინტერესო ლექსი გითხარი ახლა გაბრიელი. მამულო საყვარელო, ესე მიმართე? მამულო საყვარელო, ხო ესე უთხრა. შენ როზღა აყვავდებიო? როდის აყვავდება ჩვენი მამული? ზაფხულში. როდის დადგება ზაფხული? აი მოდი ახლა წარმოიდგინე რომ ახლა მოდი კარგად გადახედე ბავშვებს, ნახე რა ლამაზი ბავშვები არიან, არა მარტო ბავშვები, დიდებიც. წარმოიდგინე რომ ეს ბავშვებიც და დიდებიც არიან ყვავილები. არიან მცენარეები ჩვენი ქვეყნის დიდ მინდორში. და ახლა ჩვენ ვეკითხებით ჩვენს მამულს, როდის აყვავდები? როდის აყვავდებით შენი აზრით? მაინც ზაფხულში? როგორ არა? როგორ არაო? დარწმუნებულია. შემოდგომასაც ყვავილობს. შემოდგომა როდის დადგება?
როცა თითოეული ჩვენთაგანი ჩვენ ხო თქვით რომ ყვავილები ვართ, აბა მომხედე. ყვავილები ხო ვართ, გაბრიელ. თითოეული ჩვენთაგანი ღვთის მოსაწონად რომ ვიცხოვრებთ, სამშობლოს ერთგულებით რომ ვიცხოვრებთ, მაშინ აყვავდება ჩვენი მამული. ხო მეთანხმებით? აი თითოეული ჩვენთაგანი. ჩვენ თუ ერთი ადამიანი მოვაწესრიგეთ საკუთარი თავი, მაშინ აყვავდება ჩვენი მამული. ჩვენ დიდი საქმე კი არა გვაქვს, რომ სხვები გადავარჩინოთ. მე ჩემი თავი უნდა მოვაწესრიგო. მე უნდა ვიყო სწორად მაცხოვრებელი, ღვთისმცნებით. სხვამ თავის თავზე იფიქროს, სხვამ კიდე თავის თავზე და ესე ყველა თუ ჩვენ ღვთისმცნებით დავიწყებთ ცხოვრებას, ჩვენი მამული აყვავდება და მაშინ დადგება ზუსტად ის ზაფხული შენ რო ამბობ. მადლობა გაბრიელ, დავბრძანდი. კიდევ ვის უნდა რომ ლექსი გითხრას? აი გაბრიელმა გაბედა, მოდი ვაშკაცო. აბა, შენ რა ქვია? ანდრია. რა გვარი ხარ? ლომიძე. ანდრია ლომიძე, რამდენი წლის ხარ? 11. აბა, შენ რა უნდა უთხრა? თუ გინდა გავა. ღვთიური დიმიტრი შეიყვარა დიდმა პატარა. სამშობლოსადმი ერთგულება გულით ატარა. ეს სიყვარული მიიტანა უბოსკარამდე. სინდის ნამუსი სამშობლოსი იყო მანამდე. ქვიშხეთი მისი სამუდრო დავისი გულია, წმიდა მისი ბედი, როგორი ტრაგიკულია. ახლა დემეტრე თავდადებული, კვიდრობს ზეყანას, შეეწეოდეს მისი ლოცვა, ჯვარცმო ქვეყანას. რითი მიუბაძოთ იმ დიდებულ დიმიტრის? შენ რას ფიქრობ? რითი მიუბაძოთ? სიყვარულით. ვისი სიყვარულით? სამშობლოს. როგორ, აი რა გავაკეთოთ ახლა მე და შენ, რა მოვიფიქროთ, რა გავაკეთოთ? სიკეთე. აი მოდი მე ერთ მაგალითს გეტყვი, სიკეთე, მართალი ხარ, სიკეთე გავაკეთოთ და მოდი იცი რა მინდა ვთქვა, გუშინ ბავშვებსაც ვეუბნეოდი, ერთ-ერთი კლასი იყო ჩვენთან სტუმრად. იყო დრო საქართველოში, როდესაც ახლა თქვენ ხო გადიხართ ბაღებში, შრომობთ, დათესავთ, მოიმკით. იყო ბავშვებო ესეთი პერიოდი, აი მით უმეტეს ლეკიანობის პერიოდი რომ იყო, ლეკები შემოდიოდნენ და უამრავი ჩვენი ბავშვები დიდები იავნანამ რა ქნა, ხო გაქვთ ნანახი, ხო გაქვთ საკითხული. მიყავდა ჩვენგან ხალხი. და მაგ დროს ქართველ კაცს თავის ვენახში, თავის ბოსტანში თუ ყანაში, როდესაც მუშაობდა, არ ქონდა უფლება ბოლომდე დაღლილიყო. რატო? რატო არ ქონდა უფლება რომ ბოლომდე დაღლილიყო თავის პირად საქმეში? რატო არ ქონდა? თქვენი აზრით. რატო არ ქონდა უფლება რომ აი შენ დაუშვათ შენ ბაღში შრომობ და აი არა გაქვს უფლება რომ ბოლომდე დაიღალო, რატო? რატო არა გაქვს უფლება? შეგიძლია გითხრა? აბა თუ გინდა მოდი და ისე გითხრა. რატო არ ქონდა? კაც ძალიან მნიშვნელოვანია ეს ახლა ჩვენს გვეხება, ყველას ეხება ეს. დღესაც იგივე. მომძანდი? აბა ყველას უთხარი რატო არ ქონდა უფლება? უფლება იმიტომ არ ქონდა, არგენი არის უფლება რაღაცეები. არა? განსწავლია ჯერ. მაშინ მეკეთე, ახლა ნახე. დაუშვათ, აი რა ქვია ანდრია. ანდრია არის შენი ძმაკაცი. და ანდრიამ გითხრა დაუშვათ, რომ შენ რა ქვია სახელი? რეზოს ხილეთი. რეზო. რეზო, შენი თავი ძალიან მჭირდება, ოღონ როდის დამჭირდება შენი თავი არ ვიცი. მაგრამ შენ მაინც მზად იყავ. შენ ახლა რომ წახვიდე და შენს ბაღში ისე იმუშაო, ისე იშრომო, რომ აღარაფრის თავი არ გქონდეს და უცბად ანდრიამ დაგირეკა. რეზო, შენი თავი მჭირდება და შენ უკვე თავი აღარა გაქვს, აღარ მოვდივარ, სწორი იქნება? შენ ხო ჯანი უნდა შემოინახო იმისთვის, რომ ანდრიას სჭირდება.
და ეს ანდრია არის სინამდვილეში საქართველო, რომელსაც ჩვენი თავი ჭირდებოდა. კაც თავის ბაღში დაღლის უფლება არ ჰქონდა, იმიტომ რომ მტერი რო შემოსეულიყო, მასთან გამკლავების ძალა უნდა შენარჩუნებული ჰქონოდა. ასეთი რამეც არის ნათქვამი. ერთი ხელით რომ მუშაობდა, მეორე დასვენებული უნდა ყოფილიყო, რითიც შეიძლება ხმალი ექნია. გესმის? იმიტომ რომ ესეც სამშობლოს ღალატი იყო. შენ თუ შენ საქმეში ბოლომდე დაიღლებოდი და მტერთან გასამკლავებელი ენერგია აღარ შეგრჩებოდა, ეგ ნიშნავდა, რომ შენი პირადი საქმე ანაცვალეს სამშობლოს ერთგულებას. დღესაც ეგრეა. ჩვენ რაც დრო გვაქვს, რაც ენერგია გვაქვს, რაც უნარი გვაქვს, მარტო ჩვენს პირად საქმეს თუ მოვახმარეთ და იქ დავხარჯეთ ყველაფერი, ეგ ნიშნავს, რომ ჩვენ არა ვართ ერთგული ჩვენი სამშობლოს. ეგრე არ არის. კაცმა მარტო თავის თავზე კი არა, საქვეყნო საქმეზე უნდა იფიქროს. აი რა გაუკეთოს თავის სამშობლოს. ხო მართალია. და ჩვენ ერთად უნდა ვიფიქროთ ყველა, რა გაუკეთოთ ჩვენ სამშობლოს. პატრიარქი ასე ამბობს, შენი წილი საქართველოს შენს თავში და შენს გარშემო უნდა გადაარჩინო. აი წეღან რომ თქვა პატარა გაბრიელმა, რომ სამშობლოს საყვარელო შენ როძღა აყოლდები, ჩვენ თუ ეცდებით, რომ ჩვენი თავი მოვაწესრიგოთ და ღვთის წინაშე სათნოთ ვიცხოვროთ, მისი ერთგულებით ვიცხოვროთ, ეგ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ჩვენს თავში ჩვენს წილს საქართველოს გადავარჩენთ. შენს თავს მოაწესრიგებ, ანდრია თავის თავს, მე ჩემ თავს, გაბრიელი, იქით ნელი და თიკო მოაწესრიგებენ და იქით კიდე სხვა ბიჭები და გოგონები და აი ესე გადარჩება ჩვენი სამშობლო. გესმის რაზე ალაპარაკი. ეხლა ხომ მივხვდი, რასაც ვამბობთ. მადლობა. გაიხარეთ. აბაგის იქნება არც არის საუბარი მასთან საჭირო ქრისტეზე, იმიტომ რომ უფალი თვითონ ხო გვეუბნება, რომ ნუ დაუყრით მარგალიტებსო, ძაღლებს და ღორებსო, ვისაც შენი მოსმენა არ უნდა ადამიანს მოგისმინოს, არ უნდა მოусმინოს, არ უნდა უთხრა, იმიტომ აი გეტყვით, რა არის ჩვენი გზა, როგორი ახლობელიც არ უნდა იყოს, თუ ჩვენი მოსმენა არ უნდა და იმ სიტყვებს ბანზე აგვიგდებ და ზოგი შემთხვევაში არა მარტო უყურადღებოდ დატოვებს, არამედ ესე იგი 300-400-აც კი შეიძლება გამოიყენოს ეს ჩვენი სიტყვები. მაშინ არ უნდა უთხრა. ერთი ასეთი შემთხვევა გამახსენდა, ეხლა უცბად თქვა, რომ შეკითხვას ვსამდით და შეიძლება ამან რამდენადმე უპასუხოს თქვენს შეკითხვას. აი როგორ მოექცეთ იმ ადამიანებს, ვინც ათეისტები არიან და ჩვენი ოჯახის წევრები შეიძლება არიან, ნათესავები, მეგობრები, რომელიც ჩვენ გვიყვარს. პერიოდია ქრისტიანობის დევნის, აი პირველი 3 საუკუნე განსაკუთრებით ქრისტიანობა იდევნებდა. იყო ერთი წარმართი ბატონი ასეთი, რომელსაც უნდოდა რომ ვიღაც დაექირავებინა თავის მამულში რომ ეშრომო. და ცნობილია რომ ქრისტიანები გამოირჩეოდნენ ყველაზე მეტი აი პატიოსნებით და კეთილსინდისიერებით საქმეში. ისე კი არა რომ აი დღეს კაცი შეიძლება მონათლულია, მაგრამ თავზე თუ არ დაადექი არ გააკეთებს არავის, მიაფუჩეჩებს. და ქრისტიანი, ნამდვილი ქრისტიანი, რომელმაც იცის რომ ღმერთი ყველგან უყურებს, ის არ მიაფუჩეჩებს და კეთილსინდისიერად გააკეთებს და ამიტომაც უნდათ ხოლმე რომ ქრისტიანი მსახურები ყოლოდათ. ოღონდ
ეხლა წარმოიდგინეთ, თქვენ როგორ ფიქრობთ, წარმართი კერძთაყვანისმცემელი ბატონი ქრისტიანს რომ მოიყვანდა სამსახურად რა, მისცემდა უფლებას, რომ ქრისტიანობის შესახებ ეკადაგა, უთხრა, რომ კრინტი არ დაძრა საერთოდ შენი რწმენის შესახებ. არც არაფერი არ უთქვამს. დაიწყო შრომა, გავიდა 3 წელიწადი. ესენი ხო უყურებენ ამის ცხოვრების წესს, ამის პატიოსნებას, კეთილსინდისიერებას. ბოლოს თვითონ ეუბნებოდა, თხოვდა ეს ბატონი, რომ მითხარიო რამე შენი რწმენის შესახებ, აი როგორ შეგიძლია რომ ეგეთი ადამიანი იყო. ჩვენ შეიძლება ვამბობთ, რომ ისინი ვინც ურწმუნო ცხოვრობენ, წარმატებულები არიან, შემდგარი ადამიანები ჭყალებში რატო ვამბობ, მაგასაც ვიტყვი. მაგრამ ჩვენ უნდა ჩავიხედოთ მათ გულში, აქვთ ის სიხარული და ბედნიერება ღმერთთან ყოფნისა? არა აქვთ. ხოდა მაგის გარეშე ტერტულიანი ასეთ რამეს ამბობს, თითოეული ადამიანის სული ბუნებით არის ქრისტიანი. გინდა თუ არ გინდა, შენი სიხარულს მოკლებული ხარ, როდესაც თუნდაც არ აღიარებ. რომ არ აღიარებ, იმ ღმერთთან ყოფნის სიხარულს ვერც კი განიცდი, მოკლებული ხარ. ამიტომაც აი ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ესე იგი რეალურად რა არის შემდგარი ადამიანი. ხო, ჩვენ შეიძლება მაგის გამო მათ ვერც ვერაფერი ვერ უთხრათ, რომ ის მათ არ აინტერესებთ. კარგად არიან, ესე რომ ვთქვა. კარგად არიან. მაგრამ თუ არ აინტერესებს, ჩვენ ვერ ვეტყვით, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ცხოვრების წესით, ოღონდ მათ დასანახად კი არ ვიცხოვროთ ისე, რომ მათ მოეწონოთ, არა. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ღვთის მოსაწონად. არავინმეს დასანახად, არამედ ჩვენ შინაგანად ღვთის მოსაწონად და ამის დანახვის მსურველი აუცილებლად დაინახავს, აუცილებლად მოუნდება და შეიძლება, მაგრამ ჩვენ თუ ვერ არა ვართ მისაბაძი და მართლაც არა ვართ ღვთისმოსავი და ასე არ ვცხოვრობთ, ჩვენი ცხოვრება არავის არ მოეწონებს. მით უმეტეს ჩვენი სიტყვა მისთვის უკვე არის გამაღიზიანებელი. არ აინტერესებს. მაგრამ სხვა შემთხვევაში შეიძლება თავად გაუჩნდეს შეკითხვა ჩვენს მიმართ. ანუ ჩვენმა შვილებმა რა უნდა გააკეთონ მათთან ურთიერთობაში? ჩვენ პირველ რიგში ნახეთ ჩვენ ზოგჯერ ბავშვობა, ეხლა რასაც სულ ვამბობ, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, ესე იგი, რომ ჩვენ შეიძლება არაერთხელ დავდგეთ იმ რეალობის წინაშე, რომ ვიღაცა ღმერთს საერთოდ არ აღიარებს. ვიღაცამ არა მარტო არ აღიარებს, არამედ ჩვენ რომ გვწამს ღვთისა, ჩვენ მათთვის დასაცინიც კი ვიყოთ. ასეთ რეალობაში შეიძლება აღმოჩნდეთ. მით უმეტეს, აი ჩვენ მოგვისმენია სტუდენტებისგან, ჩვენ ხო გვაქვს ახლა შეხება და ყველას აქვს ალბათ შეხება. სტუდენტებისგან მოგვისმენია, რომ აუდიტორიაში თვითონ არა მარტო სტუდენტები, არამედ ლექტორიც კი მიზანმიმართულად დასცინეს ქრისტიანობას, რაღაცას აკრიტიკებს, აბუჩად იგდებს და აუდიტორიაში სადაც შეიძლება 50 ბავშვი იჯდეს, მათ შორის ის ერთი მორწმუნე, როგორიც ნეხის ქვეშ არის. მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჭეშმარიტება სიმრავლეში კი არ არის, ჭეშმარიტება არის სიმართლეში. და ძლიერება აქ არის და უნდა შეგეძლოს ადამიანს, რომ შენს თავში დაიცვა ის სიმტკიცე. ჯერ ჩვენ ვერავის ვერაფერს ვასწავლით, ვერავის ვერაფერს შეკითხვაზე ვერ გავცემთ პასუხს, საკუთარ თავთან თუ არა გვაქვს ეს შეკითხვა გაცემული, ეს პასუხი გაცემული. იმიტომ აი შენ თუ ადამიანი შენ თავში მტკიცე ხარ, მერე შეგიძლია სხვასაც
ასწავლო რაღაც. ან ცხოვრების წესით, ან სიტყვით. გააჩნია იმ შემთხვევაში, რაც საჭირო იქნება. უბრალოდ აი მე იმის თქმა მინდა, რომ ადამიანი, რომელიც ღმერთს უარყოფს, ვერ დაუჯდები და ვერ დაელაპარაკები ესე ამაზე, თუ თვითონ ინტერესი არ აქვს. ეხლა წარმოიდგინეთ, აი ჭურჭელი რო გქონდეს, რომელსაც თავი დახურული აქვს. ჩვენ 1 ტონა წყალიც რო დავასხათ ზედ იმისთვის, რომ გვინდოზეს რომ ცოტა მაინც ჩავიდეს, 1 წუთი არ ჩავა იქ ხომართალია, დახურულია, არ აინტერესებს. მაგრამ საკმარისია მას ინტერესი გაუჩნდეს მოხსნას თავი. ჩააგდებ და 1 წუთი ჩააგდებ და 1 წუთი არ დაიკარგება ჩავა. ჩვენ თუ შევატყობთ ადამიანს, რომ გულწრფელად აინტერესებს, ჩვენ მოვალენიც კი ვართ, რომ უთხრათ და ვიცოდეთ ჩვენი რწმენის შესახებ. მაგრამ თუ მას არ აინტერესებს, ან უბრალოდ კამათის ხელოვნებით არის გატაცებული, ზოგჯერ ადამიანი გელაპარაკება რაღაცას და კი არ გისმენს. შენ რო ელაპარაკებ, უკვე იმაზე ფიქრობს, კონტრარგუმენტი რა გითხრას და აზრი არ აქვს ეგეთთან ლაპარაკს. ყველა უნდა დაკარგო დრო. ერთი ესეთი ამბავი მახსენდება. ვირი და ვეფხვი რომ შეეკამათნენ ერთმანეთს, ხო გახსოვთ? ვირი ეუბნება, რომ ეს ბალახიო, მწვანე კი არაო, ლურჯიაო. არაო, მწვანეაო, ვეფხვი ეუბნება და ამაზე შეკამავდნენ. წამოდიო მაშინო და ცხოველთა მეფესთან მივიდოთო, ლომს კითხოთო და თან ეს ვირი აბრაზებს, რომ ბალახი ლურჯია და ეს ვეფხვით მიდიან და შორიდან დაუძახებს ეს ვირი მეფეს, ლომს რომ მეფეო, აი ეს ვეფხვი მეუბნებაა, რომ ბალახიო, მწვანეაო და ვერაფრით ვერ გავაგებინე, რომ ლურჯიაო და ხო ეგრეაო და კიო ეგრეაო. მეფემ უთხრა და დასაჯა, ესე იგი ვეფხვს უთხრა, რომ შენო არ მახსოვს 4 წელით პირობითად 4 წელი დაჟილი ხარ დუმილითო. ხმა აღარ მოიღო. კიო მეფეო, მაგრამო სანამ დამჯითო, მე შეგეკითხევითო, თქვენ ხომ მაინც იცითო, რომ ბალახიო, მწვანეაო და ლურჯი არ არისო და მე მაგის გამო კი არ გზირო, ბალახი მწვანეა თუ ლურჯიაო. შენერ გონიერ არსებასო, ამ სულელთან რომ კამათისთვის რომ დროს კარგავ და მაღაზე ჩხუბობ, მე მაგიტო ხარო დასაჭირო. რომ ვერ იგებს, არ უნდა უთხრ. გასაგებია რომ გიყვარს. მაგრამ ვერ იგებს. ამიტომ ერთი არის ის, რაც თქვი, პირადი მაგალითი და მეორეა, რომ ღმერთს შეავედრო ის ადამიანი, ილოცო მისთვის. ილოცო, აი, უბრალოდ სხვა გზა, სხვა როგორც იტყვია თანამედროვე ტერმინით, ბერკეტი არა გაქვს არაფერი მეტი. იმიტომ რომ თვითონ თუ არ უნდა რომ გადარჩე, შენ ვერ ჩაყვებ, ესეთ რამეს ამბობენ წმინდა მამები. დაუშვათ აი მდინარეს, ვიღაცა იხჩობა მდინარეში და შენ გეძახის, მიშველე, შენ რა უნდა გააკეთო? ხო ვერ დატოვებ, ხო უნდა უშვებო. მაგრამ დაუშვათ მას გადარჩენა უნდა და ხელს მოკიდებ და ამოიყვან, მაგრამ დაუშვათ მას გადარჩენა არ უნდა. და უნდა რომ შენ ჩაგითრიოს, ხელი უნდა მოკიდო, არ უნდა და რას ამბობენ წმინდა მამები? ხელი კი არ უნდა გაუწოდო, ჯოხი უნდა გაუწოდო. რომ თუ ამოსვლა უნდა მოეჭიდოს და ამოვიდეს და თუ ამოსვლა არ უნდა და შენი ჩათრევა უნდა, იმ ჯოხს ხელი უნდა გაუშვა. ანუ აქ უგუნური კი არ უნდა, თან მოწყალე უნდა იყო რომ ამოიყვანო, მაგრამ უგუნური არ უნდა იყო რომ შენ ჩაყვან. რატო ამბობ? თუ ადამიანს მართლაც გადარჩენა უნდა, შენ ღვთის სიტყვა უნდა ასწავლო, ადამიანმა ღვთის სიტყვა უნდა ასწავლო და თუ უნდა რომ გადარჩეს, მოეჭიდება ამას და ამო. თუ არა და იმის გამო რომ გიყვარს და მოდი მასთან მაინც ისეთ მჭიდრო ურთიერთობაში რო იყო, რომ მათ საზოგადოებაში მიხვიდე, მათთან ერთად იყო, შეიძლება აქეთ ჩაგითრიოს. დაუშვათ ვიღაცა, აი, მოდი ურწმუნოს თავი დაანები, იგივე მაგალითია ფაქტიურად. აი ვიღაცა უფრო კარგად გასაგები რო იყოს, რაც თანათლივ ჩანს ხოლმე. დაუშვათ ადამიანს ყავს მეგობარი, რომელმაც ლოთობა დაიწყო. ახლა ჩვენ თუ მასთან დუქნებში ვივლით, სავარაუდოდ შეიძლება ჩვენ მას მივემსგავსოთ. აი ვითომ იმის გამო, რომ ჩვენ მისი გადარჩენა გვინდა და მოდი სულ მასთან ერთად ვიყოთ. ერთხელ შენ შეცდები, ორჯერ, სამჯერ და ნელ-ნელა ისე ჩავარდები იმ ცოდვაში. ამიტომ თუ მისი გადარჩენა გინდა, პირიქით უნდა ასწავლო, აქეთ როგორ წამოიყვან. და თუ მას არ უნდა გადარჩენა, მაშინ ხელი უნდა გაუშვა. უფალ ესეთ რამეს ამბობს სახარებაში, რომ თუ შენი მარჯვენა ხელი გაწტუნებს, მოიკვეთეო.
ჯობია უხელო შეხვიდე სასუფეველში, ვიდრე ორივე ხელი გქონდეს და დაიღუპო. თუ შენი მარჯვენა თვალი გაწუნებდეს, მარჯვენა ფეხი გაწუნებდეს. რატო ამბობს? ის მეგობარი, რომელიც შენ ჯოჯოხეთისკენ მიგაქანებს, ჯობია მოიკვეთო და გადარჩე. და თუ მასაც გადარჩენა უნდა, კი ბატონო, მაგრამ თუ არ უნდა და შენი ჩათრევა უნდა, მაშინ უნდა გაანე. აი დავუშვათ ადამიანი არის, რომელიც ნარკოტიკებს არის მიძალებული და როგორღაც იქნა გამოვიდა ამ მდგომარეობიდან. ეხლა რა უნდა ქნას? თუ ისევ მათთან ერთად დაიწყებს სიარულს მეგობრებთან, ისევ ჩავარდება. ეხლა აი ლოთი დავუშვათ თუ სიტყვაზე ბიბლიოთეკას ჩაულის გვერდით, საფრთხე არ არსებობს, მაგრამ ის თუ დუქანს ჩაულის გვერდით, შეიძლება შეცდეს. მომართალი. ამიტომ აი მანდაც სიფრთხილეა საჭირო. შეიძლება ჩვენ გვიყვარს, მაგრამ ჩვენ რო დავსწრეთ შეკითხვა, უფალს არ უყვარს? უფალსაც ხო უყვარს? ამიტომ უნდა მივანდოთ. უფალო, მე არ ვიცი რა გავუკეთო ამ ადამიანს, რაც შემიძლია ვაკეთებ, როცულობ. შეიძლება სიტყვაზე ვამბობ, აი 4 შაბათ პარასკევს მარხულობს ადამიანი და თქვას, რომ ის კი არ თქვას, რომ უფალო წამოვალ და ეხა ცხარს დაგიკლავ და მე ამ ცხარს ვისევ მე შევჭამ და დილით კიდე ბახმელიაზე გამოვალე, კი არ თქვას. თქვას, რომ უფალო 4 შაბათს და პარასკევთან ერთად მოდი. ოღონდ ეს მოძღვართან შეთანხმებით. ერთ დღესაც დავამატებ, აი 2 შაბათსაც ვიმარხულებ. აი ჩემი საყვარელი ადამიანის გამო. მე ამ 8 წელს ვიტვირთავ. უფალო, ოღონდ შენ მას დაეხმარე, მე მის გამო ვაკეთებ ამას. გესმით, აი რაღაცა 8 წელი იტვირთო მისი სიყვარულით. ეს პატარა ამბავი არ. ოღონდ ეს კი არ უნდა გაახმაურო, არიქა ხალხო, მე ასეთ რაღაცს ვაკეთებ. ჩუმად უნდა გააკეთო. ერთი შემთხვევა მახსენდება. საბერძნეთში მოხდა თუ არ ვცდები. ერთი ქალი იყო, რომელსაც ურწმუნო მეუღლე ყავდა. მეუღლეს გიორგი ერქვა. ქალს რა ერქვა არ მახსოვს. ვერაფრით ვერ მიაღწია ამ ქალმა იმას, რომ ეს კაცი ტაძარში მისულიყო და ერთხელაც შემთხვევით და შემთხვევით არაფერი არ ხდება, უბრალოდ ისევ ამბობ ჩვენთვის გასაგები რო იყოს, ამ გიორგიმ გადაშალა თავისი მეუღლის დღიური. დღიური, სადაც თავის ჩანაწერებს ყოველ საღამოს აკეთებდა და ეწერა ასეთი რამე. დღეს ჩემი გიორგისთვის ბევრი ცრემლი ვღვარეო. მერე კიდე გადაშალა სხვა გვერდზე წინა დღეები, დღეს ჩემი გიორგისთვის ბევრი ცრემლი ვღვარე. ოღონდ ამ ქალს მეუღლის გამოსაჩენ ადგილზე კი არ დაუდია ეს დღიური, რომ აი კარებში რო შემოვა, პირველი ეს დაინახოს და წაიკითხოს. არა, იმას თავისთვის ინახავდა. უბრალოდ ალბათ მეუღლეს დაინტერესდა, ნეტა რას წერს ეს ჩემი საყვარელი მეუღლე. თან ხო უყვარს, მაგრამ ურწმუნოა და ნახეთ, აი ამ ცრემლიანმა ლოცებმა მიიყვანა ეს კაცი ტაძარში. ამიტომ ალბათ აი სადღაც შეიძლება ესეც არის გამოსავალი. არის. თუმცა ყველაზე ერთნაირად ეს არ მოქმედებს. სხვადასხვაგვარად ალბათ ესეც. რაც ხარ გადაგღალეთ ძალიან. ჩვენ იმისთვის ვართ, რომ უნდა დავიღალოთ. მე ის მაინტერესებს, თქვენ ხო არ დაგღალეთ. მოთმენა ხო არ გიჭირთ. კიდე რა ვთქვათ, აბა? აბა გისმენთ. აი წეგანი ეს დანრევადებს ძალიან და აი ჩვენ წინაპრებს დავხვდეთ, ხონდა მიტებული მონაწილეობა ამ ინტენსიური დიახ. აი ჩვენ რა უნდა დავაკეთოთ სამომავლობა და უსათოი მასწავლებელი უმძიმესი ცოდვაა. უმძიმესი ცოდვაა ნამდვილად. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, აბა რითი შეიძლება რომ ძალიან მძიმეა ნამდვილად. უნდა ვიფიქროთ რა შეიძლება რომ გავაკეთოთ. პირველ რიგში ჩვენ ის უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი წმინდა ცხოვრებით და ჩვენი მათდამი ლოცვით რომ ღვთისაგან გამოვითხოვოთ მათი შეწოდება. მათი წოდების მიტევება რომ ვთხოვოთ, ესე იგი ღმერთს.
იმიტომ რომ ეგ პატარა ამბავი მართლაც არ არის და რა არის ისინი ურწმუნოები იყვნენ, მაგრამ თუ კი ჩვენ მაინც მოგვივიდა აზრი რომ მათთვის ვილოცოთ, ჩვენ ჩვენი სიტყვებით მაინც ღმერთს უნდა შევავედროთ ისინი. ხო გვიყვარს ისინი. ხო გვიყვარს, ამიტომ უნდა ვილოცოთ. სიყვარულით ნალოც შეიწირავს ღმერთი. და მათთვის ეს ლოცა მაინც ნუგეში იქნება. უნდა ვილოცოთ. ყველა შემთხვევაში ლოცას ძალიან დიდი ძალა აქვს, ესე იგი. აი ესეთ რამეს ამბობს სახარებაში უფალი. წარმოიდგინეთ ახლა ერთი მოდი ცოტა ბავშვებით ჩავთოთ. აი წითელი რაღაც რო აცვია ზემოდან. მოდი აუ მეგობარო ჩემთ. რა ქვია? გაბრიელე. ო, დღეს გაბრიელების დღეა. აი მაგალითად შენ რომ მეგობარი მოგივიდეს, ღამე გვიანი რო იყოს და მეგობარი რომ მოგივიდეს და შენ არაფერი რო არ გქონდეს რომ აჭამა. არადა მშიერია, ისე ხო ვერ დააძინებ ახლა, რა სიზავდი? შეგეცდები რომ მაინც რამე მეშოვნა მას. ხო და რა სადმე მიხვიდოდი? რომ არ დამეტოვებინა მშიერი. აი შეიძლება უცბად რა გაგახსენდებოდა. ნუ მაღაზიები დაკეტილია. რა გაგახსენდებოდა? სად მიხვიდოდი? მეგობართან არ მიხვიდოდი? ხო და ერთ კაცს მოვიდა მეგობარი. და არაფერი არ აქვს რო აჭამოს. წავიდა ეს თავის მეგობართან მივიდა და უკაკუნებს. მეგობარი მომივიდაო და არაფერი არ მაქვს რო აჭამო და იქნება სამი პური მომცეო რომ ისე მშიერი არ დაიძინოს. ეხლა დავუშვათ შენ მიხვედი მეგობართან და იმან შიგნიდან გამოგძახა. მე უკვე ჩემ შვილებთან ერთად საწოლში ვწევარ და ვერ ავდგები და ვერ მოგცემ. მაგრამ შენ იცი რა გააკეთე? კი არ გამობრუნდი. ხო, კარგიო და კი არ წამოხედე. შენ კიდე აგძელებ. კიდე აგაკუნებ, იქნება სამი პური მომცე. ის კიდე არ აღებს, გატრენილია, ეზარება ადგა, მაგრამ ეგ ხო მეგობარიც არ არის. შენ კიდე აგძელებ, მოკლედ არ ჩერდები. ის რას იზავს შენი აზრით? სახარებაში იცით რა წერია? თუ არ ადგება მეგობრობის გამო, იმის გამო მაინც ადგება, რომ ეს შეწყდეს და დააძინონ. კაკუნი შეწყდეს, თხოვნე ოღონდ დამასვან და აიღებს და იმ სამპურს მისცემს. რატო ამბობს ამას უფალ? თუ ეს უგულო კაცი ესე მოიქცევა და სათხოვარს მაინც გასცემს, მაინც მიიღებს შენ სათხოვარს. როგორ მოწყალე ღმერთი, რომელსაც შენ ევედრები, არ შეისმენს? შეისმენს. ოღონდ გულმოდგინეთ უნდა ევედრო. ისე კი არა რომ მიხვიდე ერთი მიუკაკუნო და არ მომცა პური და წამოხვიდე. ეგრე არ მოგცემს. შენ თუ მართლა გინდა და თუ მართლა გიყვარს მეგობარი, ხო არ დატოვებ, მაინც დაუკაკუნებ. კიდე და ხო იცი რო აქვს, კიდე დაუკაკუნებ, მაინც მიაღწევ საწადელს. თუ გიყვარს შენი მეგობარი. ისე რომ ჩვენ ვილოცოთ ჩვენი გარდაცვლილებისათვის. ჩვენ გულმოდგინეთ ვილოცოთ. დანარჩენი ღმერთმა იცის რა იქნება და ჩვენ ეს არ უნდა დავიზარდოთ. ჩვენ გვევალება რომ ვილოცოთ. იმ აი გაბრიელს ევალებოდა რომ იქ დაეკაკუნებინა ამის ერთგულება მეგობრისადმი იმ კაკუნში ჩანს. ის თუ კაკუნს შეწყვეტდა და უპუროდ წამოვიდოდა, ის ერთგულება აღარ გამოჩნდებოდა. აი იმ კაკუნში ჩანს და უფალი ამბობს აკაკუნეთ და გაგეღებათ, ითხოვეთ და მოგეცემათ, ეძებეთ სასუფეველი და იპოვეთ. ეძებეთ სასუფეველი და იპოვეთ. ბედნიერი იქნება. მადლობა, დავძანდი გაბრიელი. კიდე რა ვთქვათ? მე იმიტომ გეკითხებით, რაც თქვენთვის საინტერესოა, მე შეძლებს და გვარად ირ თქვა თორე. მე შეიძლება რამე ისეთი ვთქვა, რომ გაძლებაზე იქნებით და მოსმენა არ მოგინდებათ, აბა? სამოთხე როგორია? წმინდა პაისი ათონელი ასეთ რამეს ამბობს. ასეთ შედარებას აკეთებს. აი წარმოიდგინეთო, რომ ბევრი შედარებები უბრალოდ ერთს მოვიყვან იქიდან.
წარმოიდგინეთ, რომ დიდი სახლია განათებული შიგნით, კარგად თბილა, ოღონდ არც ხელა. ხარს უსვამ. ჩვენ ხო ზაფხულში სიგრილე გვინდა დაუცხა და უწუწუნებ, ზამთარში შეგცვიდა და ნეტა აგრილდეს და დათვეს. სასუფეველში ესენ არ გაწუხებს. დიდი სახლია, სადაც შიგნით თავმოყრილია უამრავი ადამიანი, ზეიმია, სიხარულია, ყველა ხარობს და ნახე რას ამბობს. ზოგს ერთი მუჭა სიხარული აქვსო. ზოგს უფრო დიდი, ზოგს ერთი ზღვა სიხარული აქვს. ოღონდ ადამიანებმა ერთმანეთის არ იციან, ვის რამდენი აქვს. და ყველა იმითი ხარობს, უსაზღროდ ხარობს. ერთი მუჭა გაქვს, აი ამითი უსაზღროდ ხარობ, გიხარია და არ იცი ვის რამდენი აქვს სიხარული. მაგრამ შენ ეს გაბედნიერებს, შენ ეს ერთი მუჭა გაბედნიერებს. და ეს სიხარული არ იკლებს. უფრო და უფრო მზარდი ხდება, ემატება. და მილიონს, რამდენი მილიონიც არ უნდა მიუმატო, უსასრულობამდე ხო ვერასოდეს ვერ მივა. და ამას დასასრული არასოდეს არ აქვს. და წმინდა პავლე მოციქული ასეთ რამეს ამბობს. მეო 14 წლის წინო ვიცი კაციო, რომ უფალმა ზეცად აიტაცაო, თავის თავზე ამბობს, მაგრამ თავმდაბლობის გამო სხვაზე ლაპარაკობს მესამე პირში. თან ნახე, გუშინ რო ნახა, იმას დღეს კი არ ამბობს, არიქა გამომეცხადა, ვიცით ხოლმე, აი ესეთი რამე ვნახე. 14 წლის წინანდელი ამბავი, 14 წელი არავისთვის არ უთქვამს. მაშინაც იმიტომ ამბობს, რომ ამის საჭიროება დადგა თავის სულიერი შვილებისთვის, რომ ეთქვა და რას ამბობს. ვიცი კაციო, არ ვიცი ხორცში იყო თუ ხორცის გარეშეო, მარტო სულიო. უფალმა ზეცად აიტაცა მესამე ცამდეო, ანუ სასუფეველს გულისხმობს და მან იქ იხილა ისეთი რამე, რაც აქ ადამიანის თვალს არ უხილავს. აი ხა დღეს მარტო მე და თქვენ კი არა. მთელ სამყაროში 8 მილიარდ ადამიანს და კიდე რამდენი მილიარდი ცხოვრობდა, რომ არავის არ უნახავს ამ მიწაზე ეგეთი რამე, ისეთი რამე იხილა იქო. არსმენია აქ ადამიანის ყურს ისეთი რამე, რაც იქ მოვისმინეო და ადამიანის გულს არ განუცდია. ეხა ამ წუთის სოფელში ადამიანს რამდენაირი სიხარული არ განუცდია და იქ ისეთი რამე განვიცადეო, რომ აქ ადამიანის გულს არ განუცდია. აი ეგეთი რამე ელოდებაო ადამიანს იქო და წარმოიდგინეთ, აქ ცოდვიანი და წამიერი სიამოვნებების გამო შეიძლება რომ ის დავკარგოთ. არ შეიძლება გაცვალ. ისე რომ აი არჩევანის წინაშე რო დგებით, რაღაცა რო ვფიქრობთ, რომ ეს ცოდვა სიამოვნებას მომანიჭებს, ჩვენ შედეგზე უნდა დავფიქრდეთ. ეს წამიერი სიამოვნება მარადიულ სიამოვნებას მაკარგვინებს, რაც მელოდება. და ჩვენ როდესაც რაღაცა საქმეს ვიწყებთ, აუცილებლად შედეგებზე უნდა დავფიქრდეთ. გინდა კეთილი საქმე იყოს და გინდა ბოროტი. თუ ბოროტ საქმეს ვაკეთებ და ვფიქრობ, რომ ეს სიამოვნებს, უნდა დავფიქრდე შედეგად რა მოყება, მარადიული სატანჯველი. და თუ კეთილ საქმეს ვაკეთებ და მეზარება ამ საქმის გაკეთება, მე ამის შედეგებზე უნდა დავფიქრდე, ამას რა მოყვება შედეგად და უფრო გამიადილდებ. მე რო ვფიქრობდე, რომ ის მარადიული სიხარული მელოდება, მე რო ვფიქრობდე, რომ ვიღაცასთან დავუშვათ საკვები მიმაგდა, ვფიქრობ, რა რთული გზა მელის რო გავიარო, იქ სადღაც შუაღამეა, ძაღლი შემხვდება, გამომეკიდება რაღაცა. ამან შეიძლება მე დამავტყოლოს და სიკეთე ვეღარ გავაკეთო, მაგრამ მე თუ იმაზე ვიფიქრებ, ვისთანაც საკვები მიმაგ, როგორ ინუგეშებს, როგორ დაპურდება და დაპურებული დაიძინებს მშვიდად, თუ შედეგზე ვიფიქრებ, მე ამ გზის სიძნელა უფრო გამიადილდება. მაგრამ თუ გზის სიძნელეზე ვიფიქრებ, მე შეიძლება შედეგი ვეღარ მივიღო. ამ წუთის სოფელშიც ეგრეა. მე თუ სასუფეველის სიხარულზე ვიფიქრებ, მე უფრო გამიადილდება ეს, როდესაც სიკეთეს ვაკეთებ. იმიტომაც ამბობს ძველი აღთქმის სიბრძნე, რომ ყველა შენ საქმეში შენი აღსასრული გაიხსენ და არასოდეს ჩაიდენ ცოდვას. აი მიდიხარ, ვიღაცას უნდა ეჩხუბო და ფიქრობ, რომ მე ამის გამო რასაც ახლა ვაპირებ. ღვთის წინაშე პასუხისგება მომიწევს და რას ვეტყვი უფალს. ასეთ რამეს ამბობს სასუფეველს. ჯოჯოხეთზე თქვათ,
წარმოიდგინეთ, უბრალოდ მე რასაც სახარება ამბობს, იმას ვამბობ. ჯერ წმინდა პაისი ათონელიდან დავიწყოთ, მოდი. წარმოიდგინეთ, ესეთი განათებული სახლი, შიგნით სიხარულია და ჩვენ გარეთ სიბნელეში ვართ და სიცივეში. შიგნით ჩვენ არავინ არ შეგვიშვებს და ზუსტად ვიცით, რომ არავინ არ აი მეორედ მოსვლის შემდეგ ჯოჯოხეთიდან სასუფეოში დამთავრებული. ისიც მარადიულია და ისიც. და ჩვენ მარტო იმაზე კი არ დარდობთ, რომ აქ უქცივა და ცუდად ვართ. არამედ იმაზეც რა სიკეთე დავკარგეთ და რის გამო. წარმოიდგინეთ. სახარებაში ასეთი რამე წერია. იქ იქნება ცეცხლი ჩაუქრობელი. ოღონდ ეს ცეცხლი პირდაპირ გაგებით კი არა, ალეგორიოდ, აი მაგალითად, ადამიანს სინდისი რო ქენჯნის, როგორ იტანჯება, აი თუ განგიცდიათ, აი დავუშვათ შეიძლება რაღაცა მოიპარე, არავინ არ დაგინახა, მაგრამ შიგნიდან ეს გაწვალებს, გჭამს. აი ეს ცეცხლი ჩაუქრობელი. მე სულ უყვები ხოლმე ბავშვებს. ეხლა სოფელში ხო ესე ხდება ხოლმე, მე ჩემს პატარაობაში ხშირად აღმომიჩენია ესეთი რამე, რომ აი ვაშლი რო უნდა გაეყიდა ადამიანს, ზემოდან ისეთ ვაშლებს მოაწყობდა, რომ ესე იგი თვალი მომცა და მაცქერინავდა, დავლა ქვემოთ მეოთხე რიგში ისეთებს, რომ მტერს რო არ დაენახება და ესე გაყიდიდა და აი ეს ერთი კაცი ბოსტნეულს ყიდიდა და ძირში ქვები ჩააწყო იმისთვის, რომ წონა მეტი დაეჭირა და მეტი ფული აიღო. გავიდა 40 წელი და ის კაცი შეხვდა, ვისაც ეს ქვები გაატანა მოტყუებით და ეუბნება, ბოდიშიო მეგობარო, მაშინ აესა და ესე რომ მოგეკეციო. ძალიან მწუხვარ ამის გამო. წარმოიდგინე 40 წელი გავიდა და არ დავიწყები. ის თავიდან ალბათ შეწუნდებოდა კიდე, სულაც აღარ ახსოვდა. ჩვენ რაო? ჩვენ ის ქვებიო იმ დღესვე გადავყარეთო და შენ კიდევ შესაძოდაო ის ლოდები 40 წელი გულით გიტარებია. აი სინდისი რო ჭამს და ქენჯნის და აი გარის ჩაუქრობელი ცეცხლი. შეიძლება ესეც ვიგულისხმოთ. კიდე ამბობს უფალი. იქნება ესე იგი მატლი დაუძინებელი. აი რაღაცა მატლი რო გჭამს და რო იცი რომ ეგ არ მოკვდება და სულ რო გჭამს და გჭამს. და იქნება ტირილი და კბილთა ხრჭენა. აი გამწარებული როა კაცი კბილებს რო აღჭიალებს, ისე როა გამწარებული. და ტირილი და რომ იცი რომ ეგ არასოდეს არ დამთავრდება. ამ წუთის სოფელში როგორი გაუსაძლისიც არ უნდა გქონდეს გასაჭირი. როგორ ვიცით ხოლმე რაღაცა იქნება. იმედი არ კვდება. შეიძლება გამოსწორდება, მაგრამ ჯოჯოხეთში სწორედაც რომ იმედი არ არის. და ჩვენ დგევართ აი ამ ჯოჯოხეთის და ამ სასუფეველის გზა გასაყარზე. ეს სასუფეველიც და ჯოჯოხეთიც აქვე იწყება. არსად სხვაგან, არსად გარდაცვალების მერე კი არა, აქვე იწყება. აქვე ადამიანს შეუძლია განიცადოს სიხარული ნაწილი იმ სასუფევლისა და აქვე შეიძლება ადამიანმა განიცადოს ტანჯვა იმ ჯოჯოხეთისა და ყველაფერი ადამიანის ხელში, ადამიანისა და ღვთის ხელში. ღმერთს უნდა თითოეული ჩვენთაგანის ცხონება და მაშინ დარჩა რომ უკვე ჩვენს ხელშია ეს. ჩვენს ცხოვრების წესზე, ჩვენს სინანულზეა. ერთი ბრძენი კაცი იყო და ამ ბრძენ კაცთან მივიდა გამოსაცდელად მეორე, რომელმაც დაიჭირა ერთი წერი დაიჭირა დაუშვათ, აი პეპელა დაიჭირა რაღაცა და მივიდა და ეკითხება, უნდა რომ გააბრიყოს ესე იგი რა, რომ შეცდომა ათქმევინოს და მერე თქვას რომ აბა ეს თუ ბრძენია რანაირად ვერ გამოიცნო და ეს პეპელა დაიჭირა და მიდის და გზაში ფიქრობს რომ შევეკითხები ცოცხალია თუ მკვდარია, ის თუ მეტყვის რომ მკვდარია, მე ვაჩვენებ რომ ცოცხალი პეპელა მაქვს. თუ მეტყვის რომ ცოცხალია, რა უნდა იმის მოკვლას, ხელს მოუჭერ და ვაჩვენებ რომ მკვდარია და შეეშალა. ბრძენთან მივიდა ეს სულელი, რომ ფიქრობდა რომ ის გაესულელები და ბრძენს კითხა, ცოცხალია თუ მკვდარი. ბრძენმა უთხრა, ყველაფერი შენს ხელშია. გინდა მოკლავ და გინდა ცოცხალს დატოვებ. ადამიანის ხელშია თავისი სული როგორ იქნება. ჩვენი მარადიული ხვედრის შემოქმედი, თანაშემოქმედი ღმერთთან ერთად ვართ ჩვენ. ასე რომ ვერავის ვერ დააბრალებს ადამიანი თუ ვერ გადარჩა და ვერ ცხონდა. ესე რომ ამაზე უნდა ვიფიქროთ ჩვენ ესე იგი.
თუ არ დავამთავროთ? კი, დავამთავროთ. მადლობა ღმერთს და მადლობა ქალბატონ ფიქრიას, ესე იგი, რომელმაც ითავა ეს საქმე, დიახ. მოიცად? აი ნახე როგორი სხვა რელიგიას, აი დაუშვათ ვიღაც არის დაუშვათ მუსულმანია, ვიღაც იუდეველია, ვიღაც ბუდისტია. მან ეს აირჩია, ხო მართალი, ეს აირჩია. ჩვენ მის გადაწყვეტილებას უნდა პატივი ვცეთ. ოღონდ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მისი შეხედულებები გავიზიაროთ. ჩვენ ჩვენსას არ უნდა უღალატოთ. მაგრამ მისი უნდა დავაფასოთ. ოღონდ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ მე ბუდისტი უნდა გავხდე, ან ისლამი უნდა მივიღო, არა. მე მტკიცე უნდა ვიყო ჩემზე, სიკვდილამდე უნდა მტკიცე ვიყო, მაგრამ მე იმ ადამიანს პატივი უნდა ვცე, იმიტომ ის მისი არჩევანია, ღმერთის წემს მის არჩევანს პატივს და მე ვინა ვარ, რომ თქვა, რომ შენ ესეთი უარგისი ხარ, რადგან ეგ რელიგია აგირჩევი. თუმცა ერთი ამბავი მინდა მოგიყვეთ, ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავ. აი ამ რამდენიმე ხნის წინათ, შეიძლება ერთი თვე გავიდა, თვე ნახევარი, ჩვენთან სამრევლო სკოლაში ჩამოსული იყო ერთი ახალგაზრდა გოგონა, რომელსაც ამერიკაში აქვს სამრევლო სკოლა, საკვირაო სკოლა. ასეთი რამ მოხდა, რომ ესე იგი ეს გოგონა მუშაობდა ინდოეთში. ინდოეთში სხვა რწმენა, სხვა რელიგია, სადაც მუშაობდა, თავისი ხელმძღვანელი ვინც იყო ბიჭი. ნუ რაღაცა ეთყობა ერთმანეთი მოეწონათ რაღაცა, მაგრამ ამ გოგონას უთქვამს. მე ვინც ქრისტიანი არ არისო, მას როგორც მამაკაცი ისე საერთოდ ვერ აღვიქავ. წარმოუდგენელია ჩემთვის, რომ ვიღაცაზე დაოჯახდე ასე. ეს ბიჭი დაფიქრებულა, განა ვინ არისო ქრისტეო, რომ გოგონა უარს მეუბნევაო. წარმოიდგინეთ და ეს გოგონა მერე საქართველოში ჩამოვიდა რაღაც გარკვეული პრობლემების გამო, მამა ყავდა ავად. მერე ამერიკაში მოუწია წასვლა ეს ბიჭი ამ გოგონას გამო და უпростоრად ამ გოგონას სიმტკიცის გამო, რომ ქრისტეს გულისთვის უარს ამბობდა ყველაფერზე, დაინტერესდა ქრისტეთ. ვინ არის ეს ქრისტე? გამოიკვლია, შეისწავლა ქრისტიანობა. ეხლა მართლმადიდებელია და არის ტიქაროსანი და ისინი არიან დაოჯახებულები. აი ამ გოგონას სიმტკიცემ რა გააკეთა. ეს გოგონა რა თქმა უნდა მის გადაწყვეტილებას პატივს სცემდა, მაგრამ თავისი რო ეს სიმტკიცეთ უყვარდა, აი ესეთი შედეგი მე რა ვიცი, საოცარია ეს ამბავი. მაგრამ ყველა შემთხვევაში არ ხდება ესე. ზოგი მაინც თხოვდება მიუხედავად იმისა, რომ მის ხარწმენისა, მაგრამ ამ გოგონასთვის ჯერ ქრისტე იყო, ჯერ ღმერთი იყო და მისი ერთგულება. მერე ყველაფერი დანარჩენი და როცა ესეა კაცი ესე ფიქრობს, მის ცხოვრებაში ყველაფერი თავის ადგილზე დგება. როცა ჩვენ პირველ ადგილზე ღმერთს დავაყენებთ, მერე ყველაფერი თავის ადგილზე დგება. როცა ღმერთის წინ ჩვენ რაიმეს ან ვინმეს დავაყენებთ, მერე ყველაფერი ირევა. ამიტომაც ნახეთ ჩვენმა პატრიარქმა როგორ გითხრა, ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. თუ ღმერთის ერთგული ხარ, შენ სამშობლოც სწორად გეყვარება და არა ისე ურა პატრიოტიზმი და ადამიანიც სწორად გეყვარება. ეს არის. დიდი მადლობა, რომ ამდენი ხანი მომითმინეთ და შვიდად უსმენდით. მადლობა ღმერთს, მადლობა ქალბატონ ფიქრიას. აბა ერთ გოგონას ჰქონდა. მოდი, ჩამოდი.